სტუმარი, რომელიც ახლა შემოგვერთება, მის ფრაზას დავესესხები, რომ ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთო, ჩვენ ანუ საზოგადოება და ის საზოგადოება, რომელშიც არის ყველა ადამიანის უფლება დაცული, უფლება რომ იყოს ინფორმირებული პირველ რიგში. თუ ეს შუქი ჩაქრა, გულისხმობ ინფორმაციის ხრელი თუ დაიხურა, ეს ნიშნავს, რომ უკვე გაფორმდა ავტორიტარი. თუ ერთხელ ჩართავთ ტელევიზორებს და იქ არ დაგხვდებათ კრიტიკული მედია, სამწუხაროდ ეს არის ფინალი. მე ასე ვუყურებ ამ საკითხს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ფინალი არ დადგება არც მომავალ წელს და პირიქით, არ დადგება არასდროს ამ ქვეყანაში. მე ასე ვიმედო, ეს არის ჩემი საახალწლო სურვილი, შეიძლება თქვას და მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, რაც ჩემს ხელთ არის. ასეა ყველა ამ ტელევიზიაში. ნუ არ გავწელავთ, ასე თქვათ, არ გავაღიზიანოთ ჩვენი მაყურებელი, რომელიც ელის ზურა ჯაფარიძის პირველად თქვათ დიდ სატელევიზიო გამოჩენას, ზურას მოუხმოთ სტუდიაში პირადად, რადგან არ გვინახავს ეს თქვათ სიამოვნებით ვივესალმებით. ჩვენ აგვზივართ ზურა და ვწუწუნებთ ახლა იმაზე, რომ ბევრი პრობლემა გვაქვს ტექნიკური, სხვა, ფინანსური პირველი სხობისა და ასე შემდეგ. რეალობას აღწერთ, თორე როდის წუწუნებთ ჩვენ. ისევ თქვი რა, შეიძლება ლაპარაკობ მაინც უფრო თუ ზურს აგავს, მაგრამ ხალხიც ხვდება რა მდგომარეობაშიც მუშაობთ და მე ყოველთვის გვახსენდება რა მდგომარეობაშია ის ხალხი, რომლებიც ახლა ციხესაპატიმროებში არიან გამოკეტილების სრულიად. უსამართლოდ როგორ მდგომარეობაში არიან მათი ოჯახის წევრები და ამ ყველაფერს ან იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებმაც გამოიარეს ცემა, წამება, როგორც ირკვევა უკვე ქიმიური იარაღით და ნივთიერებით მოწამვლა და ამ კონტექსტის გათვალისწინებით მომენტალურად არაუბრალოდ სერიოზულდებით. არამედ ხვდებით, რომ ყველა რესურსი უნდა ავამოქმედოთ, რომელიც გვაქვს ჩვენ ადამიანურის, პროფესიონალურიც იმისთვის, რომ იმ ბრძოლის ახალ ფაზაში გადავიდეთ, რომლის საბოლოო ეტაპი იქნება ავტორიტარული, ახლა უკვე ტოტალიტარული ნიშნების მახასიათებელი რეჟიმისგან გათავისუფლება და საქართველოს თავისუფლების უზრუნველყოფა, როგორც სახელმწიფოებრივ, ასე მოქალაქეობრივ დონეზე. გავიდა დაახლოებით 8-9 დღე, რაც თავისუფლებაზე ხარ, რამდენად შეესაბამება არსებული რეალობა, რომელსაც აღიქვა უკვე აი ამ შეხვედრებით, კონსულტაციებით, ქუჩაში დგომით, ხალხთან ურთიერთობით, პოლიტიკოსებთან, მოთამაშეებთან და ასე შემდეგ, იმ წარმოდგენებისგან, რომელიც ქონდა, როდესაც არსებულ ვითარებას საკნიდან ადევნებდი თვალს. მოგესალმებით პირველ რიგში ძალიან მიხარია. რომ დაუბრუნდი აქ, მოვიკითხავ ყველას, რუსთავში იქნება თუ გდანში, ვინც ციხეში არიან. რაზეც საუბრობდი, მოდი იმაზე გეტყვით, ერთ იდეა გამიშთა რა. მინიმუმ მგონია, რომ რადგან გასაკეთებელი ერთი ფანდრაიზერი გჭირდებათ, ანუ ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კონკრეტულად ფინანსების მობილიზებაზე რა. უცებრად იდეაც გამიშთა, მე ვაკეთებ მაგას 2018 წლიდან ჩემი პარტიისთვის. ეგ არ ნიშნავს, რომ ეგ მოგიგვარებთ ყველა პრობლემას, მაგრამ დიდი შანსია, რომ მაგან შეგივსუბუქოთ რაღაც თვალსაზრისით მაინც რა. რთული ამბავი არის, მე ძალიან გამიჭირდა თავის ძოზე 2018-ში, როცა თხოვნა დავიწყე ფულის რაღაცებზე გადაბიჯება მომიწია, არ არის მარტივი ამბავი, არ ვარ შეჩეული მაგ ამბავს, არ არის ჩვენთან კულტურა დამკვიდრებული, მაგრამ ერთი რამე რასაც მივხვდი არის ის, რომ უნდა თხოვო რა. თუ არ თხოვ და არ უხსნი, რაში გჭირდება, ვერასდროს ნაკლები შანსია რომ მოგცე. ვიცი რომ გაქვთ რაღაც კამპანია, ხედავდი ხოლმე თქვენ იმას, რაღაც QR კოდს და რაღაც, მაგრამ ეგ არ არის საკმარისი. ანუ ეგ რაღაცა ისეთი შაბლონური კამპანია არის და მაგას ჭირდება ჩემი ფანდრაიზინგის ძირითადი ნაწილი მოდის P2P-ზე, ანუ პერსონალურ კონტაქტებზე. ელაპარაკები ადამიანს, მე მყავს ადამიანი, რომელიც მაგითი არის მარტო დაკავებული უკვე რამდენიმე წელია და ყველა ვარიანტში ღირს რო ცადეთ. შენ რო დაახლოებით 2 თვის წინ მიშას წვერში ჭაღარების რაოდენობა და დღემდე შეგედარები და მიხვდებოდი რომ მაგ პროცესში ახლა ეს კაცი, მაგრამ იმასაც ხვდები ამ ეტაპზე შედეგი დაახლოებით როგორი არის. კი. ყოველთვის იმის თქვა მინდა რომ და ის სოციალებშიც კი შეიძლება თუნდაც ემიგრაციაზე მუშაობა მაგხრივ და არა რაღაცა მაინც და მაინც მსხვილი ვიღაცის ძებნა, არამედ რაღაცა დიდ რაოდენობაზე გათვლა. ეს უბრალოდ ისე მომივიდა თავში. კი, არის ეგ ვერსია, მაგას მუშაობთ ხო? მე თუ გინდა ჩემ გამოცდებასაც მათ შორის იმას ვიზავ რა. ეგ ვიცი რომ შენ გაკე გამოცდება. მნიშვნელოვანი ამბავი არის. კარგი, რეალურად შეიძლება ორი რამე რაც თვალშისაცემი არის, ეგრევე არის ის, რომ ერთი რომ ბევრი თვალსაზრისით უფრო მძიმე სიტუაცია ვიდრე
სანამ დამიჭერდნენ იყო, რაც მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ გასაგებია რომ რეჟიმი რაღაც კონსოლიდაცია ძალაუფლების და თავარი ფაქტორი რაც არის შიში ადამიანებზე მოქმედებს და ეს გავლენა ჩანს, მაგრამ მეორე მხრივ რაც ჩანს ასევე რაც ჩემს პირიქით პოზიტივი არის რომ ბევრი ადამიანი დაცლილია, მათ შორის პროტესტში ვინც არის ადამიანები დაცლილები არიან რაღაცა ილუზიებიდან, რომელიც ჯერ კიდე არსებობდა ბევრ რაღაცებთან მიმართებაში. მათ შორის ჩემთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რაც წლებია ვლაპარაკობდი რა რაღაცა ერთობა და ძალების გაერთიანება არის მნიშვნელოვანი, მაგ მიმართულებითაც ვახედავ რომ რაღაც ილუზიები თუ კიდე არსებობდა აქამდე რომ მაგის გარეშე შეიძლება კიდე რაღაც მიღწევა, მაგათად ეგ ილუზიები არ არის. თვითონ რეჟიმი რა ბუნების არის, მაგასთან დაკავშირებით თუ კიდევ იმას რამე ილუზია ქონდა, ეგ ილუზიებიც არ არის. გასწრებით მეტი ადამიანი ვნახე ხლა ამ დღე და ყოველ დღე შეხვედრები პრაქტიკულად, ვინც მელაპარაკება იმაზე, რომ ეს არის რუსული რეჟიმი, რომლებიც მანამდე ფიქრობდნენ, რომ ეს არის უბრალოდ ვიღაცა დიქტატორი, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნება უნდა და ამის იქით მეტი არაფერი არ არის. ხო, აი მაგ ხრივ რაღაცები შეცვლილი არის კი. არა ნუ რა გითხათ რომ რაღაცა პესიმისტურად უყურებთ ხო ოდნავადაც არ უყურებ პესიმისტურად ანუ ერთი რაც ხდება მოსალოდნელი იყო და ამას ხედავდი და ჩემს გადაც ბევრი ხედავდა და ვამბობდით რომ ტრაექტორია აქეთკენ მივდივართ მაგრამ ისევე მჯერა იმისი რასაც მანამდე მჯეროდა რაც ბევრჯერ მithქვამს რომ ამ ქვეყნიდან რუსეთი არ გამოვეგ არის გამორიცხული ამბავი ბევრი მიზეზების გამო ყველა სიმპტომი ამ გზაზე დამძიმების რაც კრემლის წიგნში ეწერა ივანიშვილმა პრინციპში გამოიყენა მას ერთადერთი დარჩა ქუჩაში ტყვის სროლა, რაც რუსეთში არის კონკრეტული პირების განეიტრალების მცდელობის შემდგომ, ოპოზიციის ლიდერები იქნებოდა ეს თუ ჟურნალისტები, მან ასეც მოიშორა პირადი ოპონენტები, როგორც მიაჩნდა. სხვა ყველა აქ დამძიმება, როგორც თქვენ თქვით, აქ სახეზეა ზურა. სხვაობა არის ის, რომ ერთ წელზე მეტია პროტესტი მაინც ქუჩაშია. და პოლიტიკური ძალები დასუსტებული, მაგრამ თან გაძლიერებული, რაღაცნაირ გზების ძიებაზე კონსოლიდირებული. თქვენ დაანონსეთ ციხიდანვე დაგეგმილი შეხვედრების შესახებ, ეს ერთი კვირა ალბათ გამოიყენეთ ამისთვის, რა გამოდის ამ პროცესიდან? აი კონკრეტული შედეგი მაინტერესებს თუ ხედავთ ამას ახლო მომავალში, იმიტომ რომ ხო, თქვენ დაგრჩებოდა ჩდაბეჭდილება, მეც ასეთ ჩდაბეჭდილება მრჩება ტელეეთერებში, ყველა თითქოს მზად არის ამ ერთობისთვის და საბოლოო ჯამში შედეგი არ დგას ხოლმე, არ დგება ხოლმე. აი მაინც კონკრეტული ნაბიჯები მე შეხვედრები ჯერ არ დამისრულებია ხვალაც დაწყებული დილის 11 და მთელი დღე შეხვედრები მაქვს და ზეგინდელი ნახევარი დღეს დაგეგმილი მაქვს და კიდევ ვინც მაქვს დარჩენილი დიდი სია საკმაოდ ადამიანების ეს არ არის მარტო პარტიებთან პრინციპში დავასრულე პარტიებთან შეხვედრები მქონდა პარტიების გარდა არის სამოქალაქო სექტორი არის უამრავი აქტივისტური ჯგუფები და ცალკეული ადამიანებიც არის ან ყველას მინდა შევხვდები რომ იქიდან უყურებდი შეიძლება რაღაც არც აქტივისტად თვლიდეს ადამიანი თავს არც რაღაც ჯგუფს მიეკუთვნება ნებოდეს არც რაღაც ორგანიზაციას, მაგრამ უსმენ და რამდენიმე ეგეთი იყო და დაჟე იქიდან კიდევაც წერდი კიდევაც, რომ აი რა ვიცი, ხშირად ხშირად ილაპარაკეთ, იმიტომ რომ ჩანს, რომ რაღაცა გულწრფელობა მოდიოდა ამ ადამიანებისგან, პროტესტანტები არიან, დემონსტრანტები არიან, რომელიც რუსთაველზე არიან, მაგრამ ხან კომენტარს მოვისმენდი, ხან სტუდიაში დაუძახებდი და თქვენთან საუბრიზოს ხედავდი, რომ რაღაც გულწრფელობა მოდიოდა ის, რომ ნაფიქრი აქვს მართლა რაღაცებზე, ჩანდა, რომ მართლა გაბრაზებულია, მართლა რაღაც დაუგროვდა სათქმელი და უნდა რომ თქვას და იქიდანაც ვეხმარებოდი ხომ რომ აი რაღაცა იქნებ ხშირად გამოჩნდა და იქნებ ხშირად ილაპარაკო. ან ყველა ეგეთ ადამიანს მინდა შევხვდე და დაველაპარაკო. რაც ჩანს და რაც ჩანდა იქიდან და რაზეც ახლა ყველას ველაპარაკები არის რაღაცები, რაც ჩემს დააკლია ამ პროცესს, რომელიც ამ პროცესს გონია, რომ თუ დავაჩენთ ამ რაღაცებს ამ პროცესს გამოაცოცხლებს და აი ხშირად რაც ისმის, რომ პროტესტი არასად არ წასვლა და ბრაზი ისე ვარ უბრალოდ ხალხის სახში ზის და რაღაცა აი გონია, რომ აქ ხალხს ქუჩაში გამოიყვანს. ბევრი რამე შემიძლია ხა ჩამოთვალოთ, არ მინდა მთელი ეთერი მაგაზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ მაგაზე მინდა რომ მე რაღაც საჯაროდ მოვყვე კიდე ამ შეხვედრას დავამთავრებ, მაგრამ შემიძლია ორი რამე გითხრათ, რაც ჩემს ყველაზე პრინციპული მნიშვნელობის არის. ერთი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო კონსენსუსი არის ზოგად სტრატეგიულ ხაზებზე ეს არის ის რომ არ თანამშრომლობთ რეჟიმთან ეს არის ის რომ გარედანწრეხი არის მნიშვნელოვანი და ეს არის ის რომ პროტესტი უნდა გაიზარდოს ამაზე არის სრული კონსენსუსი ყველა მაგას იძახის გარდა იმისა თქვა მოთხოვნებზე ასევე სრული კონსენსუსია რომ პოლიტიკურები უნდა გათავისუფლდეს და ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს რომ მათ შორის რომელიც იქნება ჩვენი წესები და არა რეჟიმის წესები რაც არ ჩანს აი ამ სტრატეგიულ ხაზებსაც აკლია ის რომ ერთი რომ ვერ ხედავთ პროცესში აი ამ სამ რაღაცას ვაკეთებთ რავი აი მეც პირადად ხო რაღაცა გარეთ კონტაქტებს ვინარჩუნებ რაღაც პროტესტშიც ვარ ჩართული და არ თანამშრომლობ რეჟიმთან ამის შედეგი რა არის წინ მივდივართ
ვიზდებით, ძლიერდებით, თუ ერთ ადგილს ვტკეპნით, თუ პირიქით სუსტებით, ეს პროგრესი არ იზომება. მე სრული განცდა მაქვს, რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვიზდებით. ამ გონია რომ საერთოდ არაფერი არ გავაკეთოთ, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვიზდებით მხარდაჭერის თვალსაზრისით, სულ უფრო მეტი ადამიანი არის გაბრაზებული რეჟიმზე. უბრალოდ მარტო იმათ ყველაფერს თავი დაანება, ის სულ თავი დაანებო, რაც ხდება ადამიანების წამება, ქიმიურ გამოყენება, რუსეთი, ისა, ყველაფერი გვეძებდა, უბრალოდ მეოთხე ვადაზე არიან და შეუძლებელია რომ ესენი ქვემოთ არ მოდიოდნენ. და ჩვენ აქეთ ზემოთ არ მოდით, მაგრამ მაგის მიღმაც მგონია რომ უბრალოდ ვერ ვაჩვენებთ ამას. ვერ ვაჩვენებთ, წინაპარ პრობლემა მგონია ის რომ გზას ვერ ვაჩვენებთ, გზა და გზა, რომ ჩვენ ვიზდებით, რომ რასაც ვაკეთებთ ეს არის სწორი. მაგის ჩვენება და ილუსტრირება, საჯარო დემონსტრირება მგონია მნიშვნელოვანი. ადრეც მithავს ბევრჯერ რომ ჩვენ ყოველ ჯერზე როცა ქუჩაში ბევრი გამოდივართ, ხალხი მუხტება, ხვდება რომ ეს პროტესტი ასაცაცოა, ესე ვართ, ოღონდ როგორც კი რაღაცა პერიოდის განმავლობაში დიდი აქცია არ არის, რაღაცნაირად ჩავქიმავთ ხოლმე და ისე ქვემოთ მივდივარ და ჩვენ გვაქვს მოსაფიქრებელი გზა, მე მაქვს რაღაცა იდეები ხარ მინდა მაგის მოყოლა, მაგრამ მოსაფიქრებელი გზა როგორ შეიძლება მოვახდინოთ საჯარო დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობაში, იმიტომ თავარი ტყუილი მათი არის ის, რომ ვითომ ისინი არიან უმრავლესობაში და ჩვენ ვიზდებით. ეგ არის გონია რომ ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მაგას რომ ეს მოვახერხოთ და დავასრულებ მეორე სიტყვა გიომერი იმას ვქო. მეორე ამბავი არის ბოლო ფინალური აქტი არის გაუგებარი. ანუ ჩვენ კი ვიძახე რეჟიმი ჩამოიშლება, ოღონდ ეს რეჟიმის ჩამოშლა რა არის? როგორ შეიძლება მივხვდე რომ ეგ ხო მართლა რთული ამბავია, რთული ამბავი გაგებით რომ ესეთი რეჟიმები შეიძლება ხო ჩამოიშალოს, აი საერთოდ არ ველოდე და უცებ ჩამოიფშნა, ხო საბჭოთა კავშირი დაიშალა ეგრე ხო? ან შეიძლება რაღაცა პერიოდი გაგრძელდეს და ისე რომ ისინი მუდმივად არიან მაგის დემონსტრირების იმაში რომ ჩვენ მყარად ვდგავართ, ეს არის შეკრული გუნდი, პირიქით რაღაცა გედმეტად ზალადობს და განახებს თავხედურად რომ აი რაც უნდა ყველაფერი გაუვა, სულ მაგას გაჩვენებს და უცებ შეიძლება ჩამოიფშნა რა. მნიშვნელოვანი არის ადამიანებს ესმოდეთ როგორ მიდიხარ მაგ წერტილამდე, რა არის აი ეს რაღაცა ჩამოფშნის, ჩამოშლის მომენტი რა არის და მანდაც მე მგონია და რასაც ხა ველაპარაკები ამ დღის განმავლობაში ყველა მაღაზიამ მეთანხმება რომ საბოლოო ჯამში ეგ არის ისევ ქუჩაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი. სხვა არაფერი არ აქვს, ეს არის ქუჩაში ბევრი ადამიანი. ერთ-ერთი სადაც ეხლაც კიდე დავიჭირე რომ ვიღაცებს ვწდებოდი არის ის რომ მაინც გაურბით იმისკენ რომ აი ქუჩაში ბევრი ადამიანი რომ გამოვა, რაღაცნაირად მიდიან იქ რომ ეს ბევრი ადამიანი რაღაცაში უნდა გამოიყენო, რაღაცა უნდა გააკეთებინო ამ ადამიანებს და ხო აი მან ვწდებით ვიღაცებს, მაგრამ მგონია რომ მაგის გასწორება შესაძლებელია, იმიტომ რომ სინამდვილეში რა ბევრი ლიტერატურა წავიკითხე, მათ შორის იქაც ვკითხულობდი, თუ კი რამე არსებობს ამ თემაზე, ყველაფერი მაქვს წაკითხული მოკლედ რა და ჩვეულებრივ მეცნიერებაა და არაფერი სხვა არ არის. საბოლოო ჯამში მთელი სტრატეგიის სამოცანა არის, რომ შენ გამოყავს, გამოვიყვანეთ, აი კითხვა რო არის ხომ რაღაცა 200.000 ვიყავით და არა 200.000, რა 200.000-ვე ბრუნდებით უკან სახში და ვიწყებთ მუშაობას იმაზე, რომ შემდეგზე ვიყოთ 300. არ ეყოფა 300, 700.000 ბრუნდებით სახში და ვიწყებთ მუშაობას იმისაზე, რომ შემდეგზე გამოვიდეთ 400. არ ეყოფა 400, ბრუნდებით და მანამ სანამ რეჟიმი არ გაჩერდება და რეჟიმი არ ჩამოიშლება. სხვანაირად შეიძლება კი დაუხსნა, არ ვიცი მიდან. ოპერიდან თავისუფლებამდე არ იყო რა ედონობა, ფილარმონიდან თავისუფლებამდე უნდა გამოვიდეთ. ყველა მაღაზია მუშაობ, ფილარმონიდან თავისუფლებამდე არ იყო, თესეუდან თავისუფლებამდე. თესეუ არ იყოფა, ვაკის პარკიდან თავისუფლებამდე. ვაკის პარკიდან თავისუფლებამდე არ იყოფა, საქმე არის ეგ. გამოდივარ დელისიდან თავისუფლებამდე, მე შეიძლება თავი დავდო, ბავშვები დავიფიცო და ყველაფერი შეიძლება დავდო, დელისიდან თავისუფლებამდე თუ გამოვალთ, დედა აღარ ეყოლებათ. აი შემიძლია თავი დავდო. არაფერი სხვა არ არის საჭირო, მარტო ეგ არის საჭირო. და კიდე გავიმეორებ რომ ეს არა ჩემი ამბავი, ეს არის ჩვენი მეცნიერება და შესწავლილი და დათვლილი პროცენტებში საშუალოდ რა რაოდენობის ადამიანი გამოიყვანო, რომ რეჟიმი გააჩერო ქვეყანა და რეჟიმი ჩამოიშალოს. და დელისთან თავისუფლად თუ გამოვალთ, ჩათვალე და დამთავრებულები არიან ეგრე. ოღონდ ეგ არის საქმე, ეგ არის ამოცანა. ყველა უნდა იყოს მაღაზე გადართული. ყველა მედიაც მათ შორის და ნებისმიერ ადამიანი, რომელსაც რაღაც ავტორიტეტი გააჩნია სოციუმის რაღაც ნაწილში, ყველა მუშაობთ მარტო მაგასთან. ერთმანეთს კი არ ვასწავლით. ეხლა რასაც იქიდან ჩანს გვერდიდან არის, რომ ერთმანეთს ვარიგებთ ჭკუას რა არის საკეთებელი. და არავის ეგ არ არის ამბავი. ამბავი არის ყველა მუშაობთ იმაზე, რომ არჩევა ბევრი ხალხი გამოვიყავოთ. რაც გინდა ისაკეთებ. მე მასწავლი რა არის გასაკეთებელი. მე მასწავლი რომ პირობითად ახლა ყუში მოხდა, იმიტომ რომ რაც მე ინფლაციაზე მაქვს ნალაპარაკები და ფასების და პრობლემა არის და ხა შოუს დგამენ ესენი რომ ვითომ ახლა ფასებს ებზიან, მაგრამ ასე მაგაზე მაქვს ნალაპარაკები, მაგრამ ვიღაცას თუ ჯერა რომ ფასებზე ლაპარაკი, მაღალ ფასებზე ლაპარაკი ხალხს გამოიყოს ქუჩაში, ილაპარაკოს მაღალ ფასებზე და გამოიყენოს ხალხი ქუჩაში. რა მნიშვნელობა არ აქვს, თავარი ხალხი თავარი სტრატეგიული კონსოლიდირებული მესეჯი არ არის საჭირო ზურა. მე მგონია მაგნაწილში არ არის. კონსოლიდირებული მესეჯები შეიძლება ქონდეს სხვა საკითხებზე მიმართებაში, მაგრამ თუ ხედავს ვიღაცა და ჯერა მაგისო ხალხს ეს გამოიყენოს, პირიქით ამბავი, მე მგონია
ბევრი სხვადასხვა რაღაცები ვცადოთ რა. მე მგონია მთავარი შიშის დაძლევა არის. მე ვაპირებ რომ მაგაზე ვილაპარაკო. ოღონდ ადამიანებს ვილაპარაკო და არა ვიღაცას ვასწავლო. ჭკორო შენც მაგაზე ვილაპარაკე, მაგრამ თუ მე ამაზე ვილაპარაკებ, ვიღაცა სხვაზე ვილაპარაკებს, ვიღაცა და არ ვიცი 200 რაღაცაზე ვილაპარაკებ, ხო გამოჩნდება, მაგრამ ეგ ხო მართლა გასაკეთებელი, ხო გამოჩნდება, რომ თურმე ამაზე კი არის საჭირო ლაპარაკი. აი ამაზე არის საჭირო ლაპარაკი და ამას გამოყავს ხალხი ქუჩაში. ოკეი რა, უფრო მეტი ადამიანი ლაპარაკობს მაშინ მაგ თემაზე. თუ გამოჩნდება, რომ თქვენს ეთერში არის ამაზე ლაპარაკი ნიშნული და ამას გამოყავს, თქვენს ეთერში ვილაპარაკებ ამაზე, მაგრამ თუ გამოჩნდება თქვენს ეთერში ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, მაგრამ TikTok-ს თუ ჩავთავ, TikTok-ზე ლაპარაკს აღსაზი მაგას გამოყავს. მაშინ გავიგებ, რომ მე უნდა ჩავთო TikTok-ი და TikTok-ზე უნდა ვილაპარაკო. აუ, ეგ არის ჩემი აზრით საკეთებელი. თავარი არის და გონია რომ ეგ არის შეთანხმებადი. რომ მაგაზე შევთანხმდით, რომ თავარი ამბავი არის ქუჩაში ხალხის გამოყვანა. და ყველა უნდა გადავერთოთ მაგაზე, უნდა იყოს ჩვენი საქმე. და ერთმანეთს კი უნდა ვასწავლოთ რა უნდა აკეთო ამისთვის. უნდა ვაკეთოთ და ვანახოთ ერთმანეთს, რომ შენ რომ მაგას აკეთებ, მაგას არ გამოყავს ხალხი ქუჩაში, მაგას აზრი არ აქვს. ეს არის საკეთებელი, რომ ამას გამოყავს ხალხი ქუჩაში. ზურა, შენ თქვი ახლა ასეთი თეზა, რომ შენ ხარ დარწმუნებული, რომ ქვეყანაში ქართული ოცნების და ივანიშვილის რეჟიმით უკმაყოფილოთა რაოდენობა იზრდება. კი. მეც ასე ვფიქრობ. ბევრი მიზეზი არსებობს ამისთვის, მათ შორის ეს მიზეზები უკავშირდება თავად ქართული ოცნების შიგნით ივანიშვილის მიერ დაწყებული წმენდისა და რეპრესიების რაღაც 37 წელო უფრო რბილი, მაგრამ მაინც ეტაპს და ფაზას. შეუძლებელია ეს ნეგატიურ გავლენას არ ახდენს. ეგ უშინდგა მაგალითად სუსის უფროსთან დაახლოებული სინოდის ერთ-ერთი წევრი მიტროპოლიტი და ყვებოდა რომ აი მეტი ერთგულება როგორი უნდა წარმოვიდგინოს ადამიანმა მისი სახელის ხსენების დროსო ფეხზე დგებოდაო ლილუაშვილი და ამბობდა ჩემი მასწავლებელია, ხო? პედაგოგი. გაუგნებულია ხალხი. ეს გაუგნება ცოტა ხანში გადაიზრდება ძალიან დიდ უკმაყოფილებაში, მას შემდეგ რაც მიხვდებიან, რომ ეს რაღაცა ცუდი ბიჭის კობახიძის თამაშები კი არ არის, უბრალოდ ეს წესი ალგორითმი არის ამ ტიპის ტოტალიტარული რეჟიმების ფუნქციონირების, მაგრამ იმავე წიგნებში ისიც წერია, რომ ყოველთვის დრო არ მუშაობს ხოლმე დემოკრატიულად განწყობილი ხალხის ან უკმაყოფილოდ განწყობილი ხალხის სასარგებლოდ, იმიტომ რომ ამ სისტემებიც კითხულობენ ამ წიგნებს, არ ეტყობა ბევრ მათგანს, მაგრამ ვინც ყავთ მრჩევლებთან, ბად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხრივ აქვთ გარკვეული ცოდნა დაგროვილი. რომელიც ამბობს, რომ ამ სისტემამ რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს ყველა ის რესურსი, რომელმაც შეიძლება ორგანიზებული ძალა კვებოს არა მარტო ფინანსურად, არამედ სისტემურად, რომელიც შეიძლება გახდეს მამოძრავებელი, მაორგანიზებელი, მაკონსოლიდირებელი ელემენტი. ეს შეიძლება იყოს მედიები, ეს შეიძლება იყოს აქტიური მუშაობა საიმისოდ, რომ ოპოზიცია ვერაფრით ვერ გამონახოს საერთო ენა, თუნდაც რაღაც ერთ სტრატეგიულ შეთანხმებაზე. ეს შეიძლება იყოს დაშინების მეთოდები, რომელიც იმუშავებს ეფექტურად და ხალხის უკმაყოფილებას, ვიხმარ ამ სიტყვას, შედენის ქუჩებიდან, ტროტუარებიდანაც და სოციალური ქსელებიდანაც კი სამზარეულოებში და ზოგიერთი უკვე იქაც გაჩუმდება. აი ამ რაღაცა ნაწილს გადევნის საქართველოსთან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება რომ იმედიანად ვიყოთ განწყობილი, რომ ჩვენ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ეს უმრავლესობა ამ ქვეყანაში შენარჩუნდეს როგორც აქტიური კაპიტალი ცვლილებებისთვის. კი, ჩემეც ასახად. ერთი რაც მნიშვნელოვანია და რაზეც არ ხდება ხოლმე ხაზგასმა, ეგ არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ცდარი აღქმა, რომელსაც ადამიანებს ეშინიათ, რომ ხალხი გარბის ქვეყნიდან, წარმოდგენა აქვთ იმაზე, რომ მარტო რეჟიმთან დაპირისპირებული ხალხი გარბიან. ეგ არის სრული სისულელე. ნებისმიერ შეუძლია გარშემო მოიკითხოს ამ წუთის მდგომარეობით შეიძლება პირიქითაც იყოს კოცები უფრო მეტი, ანუ კოცების ხარდამჭერები უფრო მეტი გარბოდნენ, ვიდრე წინამდებობაში ყოფი ადამიანები. ყველა გარბის. ის რო გარბის, ის უბრალოდ ჩვენ გარშემო ჩვენ ხედავთ მარტო იმ ადამიანებს, ვისთან ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია და ეგ აჩენს მაგ აღქმას, რომ თითქოს ადამიანები ის პერსპექტივას ვერ ხედავთ, მარტო ეგ ადამიანები გარბიან და არ არის ეგრე. ერთ-ერთი პრობლემა რეჟიმისთვის, მთავარი პრობლემა შეიძლება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყოს ის, რომ ამ წუთის მდგომარეობით და უკვე დიდი ხანია ეს ეგზერდება, ამ ქვეყანაში ყველა უბედურია. ყველა უბედურია. ანუ ბედნიერები არც ისინი არ არიან. გასაგებია, რომ იქით არის რაღაცა კონტინგენტი,
ესეთი რაღაც ხამი, ქაჯი კონტინგენტი, რომელმაც რაღაცა ბევრი ფული იშოვა და ხო და რაღაცა, არ ვიცი, რაღაცა ევროპის რომელიც კებაში წავა, რაღაცა გაერთობა, რაღაცა და ამითი იმაშება რაღაცა ბედნიერების განცდას იჩენს, მაგრამ ეგ ყველაფერი ზედაპირული ამბავი. სინამდვილეში ამ ქვეყანაში, ამ წუთის მდგომარეობა ეს დიდი ხანია გრძელდება, ყველა უბედურია. ადრე იყო ხოლმე რომ რაღაცა მეც მithქვამს რომ რაღაც გაჭირებული და უბედური ადამიანი თუ გინდა ნახო მეტროში უნდა ჩახვიდე და მეტროს ვაგონში რომ იგზავრებდი ნახო ეხა აღარ აქვს მნიშვნელობა არც მეტროს არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნებისმიერ იმას ქუჩაში ნებისმიერ ადამიანები აღარა სამეზობლოში უბანში ეზოში არავინ ბედნიერი არ არის არავინ კმაყოფილი არ არის ყველა არის დაგრუზული ყველა არის უბედური და ყველა ელოდება გამოსავალს მათ შორის სისტემის მსახურები რო არიან, ფორმიანი მსახურებიც კი რო არიან, ისინიც ეგრე არის. მე ხო ხა შეხება მქონია, რავი, დაწყებული, არ ვიცი, მითი ბადრაგი, სხვადასხვანაირი ბადრაგი, სხვადასხვანაირი პოლიცია, ყველასთან მქონია შეხება რა. და ისიც ვიცი რომ ხა მაგ ადამიანებს რაღაცა ის რომ დავალება რომ იცე, დამამტვრევენ თავყბას. მაგრამ მანამ სანამ ეგ დავალება არ აქვს, ესენი ჩვეულებრივ ადამიანები გელაპარაკებიან და არაფერი ყველა ერთ და იგივეს მე მეკითხება ყველა ერთ და იგივეს, რომ როდის გვეშველება და რა გვეშველება. ყველა ფორმიანი ადამიანები და ისინიც მართლა საშველი არიან. ანუ ყველა მართლა საშველი არიან. სინამდვილეში ეს ახლა ლილუაშვილი რადგან ახსენებთ მაგას მინდა რომ დაუკავშირო. რასაც ხშირად ვამბობთ რომ ეს არის რაღაცა შიდა ამბავი. მე არ მგონია რომ არის კლანების დაპირისპირება, არის კლანების შიგნი აღარ არსებობს, უბრალოდ ივანიშვილი ასუფთავებს რაღაცებს, მაგრამ ივანიშვილის შემთხვევაშიც რატოღაც საუბარს ვამთავრებთ იმაზე რომ რაღაცა ეჭვიანია, ეს ახასიათებს და მართლა ეგრე, ანუ ეჭვიანია მართლა ეგ ახასიათებს დიქტატურებს, ახასიათებს დიქტატურებს, რომელიც ამ სტადიაში არის, მაგრამ რატო ახასიათებთ? იმიტომ ახასიათებთ რომ ხედავენ და ზომავენ და იციან რომ ყველა უბედურია, ხედავენ და ზომავენ და იციან რომ ხალხის უკმაყოფილება სუმზარდია, ხედავენ და იციან რომ მათი მხარდაჭერა თუ რამე არსებობს და კიდევ უფრო ქვემოთ მოდის და ერთადერთი რაც რჩებათ არის ეს კუნთები და ფული რომ ვიღაცები დააფინანსონ ძალაუფლება ესე შეინარჩუნონ და მეორე მხრივ ეჭვები მაგიტო ჩდება იმ ხელა უკმაყოფილებას ხედავენ რომ ფიქრობენ რომ ვიღაცას თუ დაუგროვ და რაღაც საკმარისი რესურსი ჯერ ვიღაცებმა ვერავინ რომ მოახერხა რომ ეს გამოიყენა მაგრამ ამათმა რო ააფეთქონ სიტუაცია შეიძლება გამოიყენონ და მაკედან მოდის მე ეს ეჭვიანობა და მაკედან მოდის ლილუაშვილების და ღარიბაშვილების და ვიღაცების ციხეში და ბევრი არიან ეს არ ჩანს ეხლა მე ხო იქ რო ვიჯექი იქ გაქვს ანუ რაღაცებს რაღაც ინდიკატორები გაქვს რითიც ხვდები იქ რაღაცა სიტუაცია როგორ იცვლება რა მაგალითად ჩემ მე ვიყავი დერეფნის ბოლოში ან ჩემზე შორს მარტო ჩემს ზემოთ იყო სააკაშვილი 20-ში ვიყავდი მის მერე 22 იყო რა დერეფნის ბოლოში მე რო დამიჭირეს ჩემთან მაგალითად ეს ბალანდა საჭმელი ვიცოდი რომელ საათზე მოდიოდა თქვა დილით რომელ საათზე მოდიოდა შუა დღეს რომელზე მოდიოდა საღამოს რომელზე მოდიოდა დაჭერები და რაღაცები რომ დაიწყო ხოცების დაჭერას გულისხმობ რა ანუ ვატყობდი როგორ იფსებოდა რა ციხე და ჩემთან ბოლოს უკვე რაღაცა 45 წუთით უფრო გიან მოდიოდა და მე რასაც მივხვდი იყო ის რომ ესე ბევრ ხალხს იჭერენ ანუ არ ჩანს უბრალოდ ანუ ვიღაცებს ქვედა დონეზე იჭერენ და რა ვიცი სიტყვაზე ერთი კვირა უზით მე ეს ვიღაცას დაადებს ხეს მე იმას იჭერენ მე ის უზით სანამ არავნენ რაღაცა მინისტრის მოადგილემდე მანამდე არც სუსიატარეს ბრიფინგს და არც გენპროკურატურას ბრიფინგს როცა ავლენ ვიღაც მაღალ ჩინოსაზე მე ბრიფინგით გასწოვე მაგრამ სანამ ბრიფინგი იქნება იმის თქვა მინდა რომ გავსებული ყავთ ვიღაცებს იჭერენ და ესენი ვიღაცებს ადებენ ხელს და სანამ არავნენ ზემოთ ეს არის ხო და ეგ ყველაფერი არის იმის გამოძახილი რომ იმათ ჩვენზე კარგად იციან რუსებმა და ივანიშვილმა სინამდვილეში რა რეალობა არის ქვეყანაში რა უკმაყოფილება რა მასშტაბის უკმაყოფილება რამდენად გაბრაზებული ადამიანები ისიც ზუსტად იციან მაგათმა რაც აქედან არ ჩანს ხოლმე რომ ვინც გარბის მარტო ჩვენები არ გარბიან მაგათი ყოფილი მხარდაჭერებიც გარბიან თუ გარბიან იმიტომ ეხა მით უმეტეს ამ დაჭერების და იმის ფონზე ვისაც მიადგებიან და რაზე დაიჭერენ კაცმა არ იცის ამიტომ კი მე მაგნაწილში ის რომ ეს მუხტი არსულა და ჩვენ უმრავლესობაში ვარ და ორჯერ მეტი ვართ მინიმუმ ვიდრე იქით დარჩენილი ვიღაცები და იქით დარჩენილი ვიღაცები ვინც არიან იმათში დიდი ნაწილი შიშის გამო არის ხა დარჩენილი და შიშს თუ მოხსნი და ეგეც არ შეიძლება ერთ-ერთი სტრატეგიული ხაზი იყოს ის ხალხი მინიმუმ შუაში გადმოიწევს შეიძლება აქეთ ჩვენს ქუჩაში არ გამოვიდეს საპროტესტოდ მაგრამ შუაში მაინც დადგება როგორც კი შიშს დაძლევ ანუ მაგნაწილში მე პრობლემას ვერ ხედავ ეგ არ გონია რაზეც წეღავ ლაპარაკობთ აი საერთო სტრატეგიის შეთანხმება და რაღაცები ეგ უფრო მგონია რომ არის გამოწვევა რა მაგას თუ ვახერხებთ თავარი მათ შორის არის ერთობის შეკრა მათ შორის ძალების გაერთიანება მაგიტომ მგონია რომ ჩემთვის თავარი გამოწვევა არის შიში აი როგორ მაგიტომ დავიწყე რომ მითხარი რომ აი რაც დავინახე ისა რომ ეს შიში უფრო გაძლიერებული არის ჩანს ამ შიშის გაძლიერებას ისინი ცდილობენ მაგრამ რესურსი პრინციპში რა დარჩათ ყველაფერი სცადეს აი მე მგონია მაგაზეც ვიტყვი რა მგონია რომ უკვე მაგ თვალსაზრისით უკვე პიკში არიან იმიტომ ეხლა მაგის შემდეგ რაც დარჩა და რასაც რუსთაველზე ადამიანებს უხსნიდი ეს დღეების განმავლობაში არის ეს რომ
ტროტუარის დათმობა უკვე წარმოუდგენლად ტროტუარის დათმობა ნიშნავს რომ უკვე სახში ხარ. ანუ სახში შეგაგდეს და მიგიყვანეს იქ რომ სახში რაც გინდა ისაკეთი არის. როგორც კი ჩვენ სახში შევალ და ტროტუარზე აღარ დავდგებით, ეგ ნიშნავს რომ შემდეგი ეტაპი, ანუ სახში შევალ და რას გავაკეთებ. უბრალოდ ბუნებრივი მდგომარეობა რა იქნება. თუ მართლა გაგვწიეს სახლამდე, ბუნებრივი მდგომარეობა იქნება რომ ყველაფერს სადაც რუსთაველზე ვანთხევთ კი არა და რაღაცა ვღვრით ამ იმას, ამას ყველაფერს გადმოვანთხევთ სოციალურ ქსელებში. მთელი პროტესტი გადავა სოციალურ ქსელებში, იქიდაც არის და ვერო თუ არ ეს იქნება და შემდეგ ნაბიჯი ინტერნეტსაც აკრძალავენ. ხო, მაგის მინდა. რუსეთმა ეს გაიარა და ბელორუსმა ეს გაიარა. ტროტუარის შემდეგ მოდის უკვე სოციალური ქსელები, თუ იმეს გონია რომ დარჩება Facebook-ზე ან YouTube-ზე ან TikTok-ზე ან Instagram-ზე, იქ გააგრძელებს რაღაცას. ვერა, ტროტუარზე გომა და ტროტუარის დაცვა მაგით არის მნიშვნელოვანი, რომ ის თავისუფლება რაც გვაქვს, იქ ის მაინც შევინარჩუნოთ. კი ბატონო, მაგრამ შიშის გაძლიერების აი, ისეც ასაცილო ამბავი გონია რომ ამჯერა იქიდან გავწევენ. შიშის გაძლიერების ცდილობად არ აღიქვამ თქვენს 2 დღეში დაბარება სასამართლოში ახალ საქმეზე და ხო კი ხომ არ მე როცა დამიჭირეს აი მათ შორის ბრალო წამოვიყენეს მაშინაც იქიდან გამოვაგზავნე და დავწერე რომ გასაგები ამბავი ჩემ შემთხვევაში მარტო ჩემ მე არ მეხება ყოველდღე ის არ მე ეხება ლაკასაც ეხება ვაშადესაც ეხება ნიკებსაც ეხება და ვიღაცებს ვინც ხა შეიძლება ციხეში არიან გარეთ არის მაგრამ იმათაც ეხება ნელოსაც ეხება მაგალითად ჩემს მამუკასაც ეხება და ბადრისაც ეხება ეგ ამბავი ეგ ჩვენები მარტივი გზავნილი რომ ან გაჩუმდებით ან ქვეყნა წახვალთ ან თორემ და ნუ ციხე გელოდებათ რა და მათ შორის ციხე გელოდებათ არა რაღაცა სიტყვაზე 7 თვე და 1 წელი და რაღაცა ამ 7-დან 15 წლამდე რა და თქვენ გადაწყვიტეთ ხა გინდათ თუ არა და 7 და 15 წლამდე მე ხო ვიცი რა განცდა არის, იმიტომ რომ მაგ რაღაცებზე ფიქრობ რა, იქ რო ხდები, პირველი მაგას ფიქრობ ხა. თავიდან რომ დამიჭირეს, იქ პირველი დღეები მეტი არაფერზე არ გიფიქრია, რომ ოკეი, 7 თვე გასაგებია, მაგრამ თუ დამიდგა რეალობა 7 თვე კი აღარ არის და 7 წელი არის და 7 წელი კი აღარ არის და 12 წელი არის და 15 წელი არის, მაგ შემთხვევაში ვიღებ თორე იგივე გადაწყვეტებას, ეგეთ რაღაცებს ხარშავ ეგრევე და თან ძალიან სწრაფად მიდიხარ ერთადერთ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ რავი, თუ ეს გადაწყვიტე, რომ რავი, ამ გზას დაადექი, იქ ლიმიტი არ აქვს, რავი, 15 წელი იქნება, რამდენი წელიც იქნება, სულ უვადო იყოს. ხო, იმიტომ სხვა შემთხვევაში შემთხვევაში სუსტი წერტილი გაქვს. თუ რუსებმა იციან რომ შენ რავი 5 წელზე გატყდები ან 10 წელზე გატყდები 15 წელზე გატყდები მაშინ გადიგარეთ და გაჩუმდი და გაანებეთ თავი იმიტომ რომ თუ იციან რომ სუსტი წერტილი გაქვს დაგიმთავრებენ მანდ რას გიპოვიან და მაგ წერტილზე დაგიმთავრებენ ამიტომ აზრი არ აქვს რამდენი რაღაც გადახაშა რომ ოკეი რავი იცი რომ 15 წლის მერე რავი საკუთარ რო გამოხვალ იქიდან საკუთარი შვილები შეიძლება ვეღარ იცნო და სხვა ადამიანების გასწორება მოგიწევს ხელახლა ფიქრობ ეგეთ რაღაცებზე რა მაგრამ სხვა არის ეგ ბრძოლა არის ეგეთი ბრძოლა არის სხვანაირი ბრძოლა არ არსებობს ან ხარ ამ ბრძოლაში ან არ ხარ მაშინ უნდა გაჩერდ აი ეგ გზავნი ჩემთვის გასაგები იყო ისე დაწყვეტილი ლაკასტოს გასაგები იყო და ვაშალისო ნებისმიერი ნიკებისთვისაც და ბადისთვისაც და მამუკასთვისაც რომ მაგას გეუბნებია რომ ან გაჩუმდი ან წადი ქვეყნიდან ან თორა და ნუ რავი ეგეთი პერსპექტივა გელოდება ეხლა რაც მითხრეს მათ შორის ეხლა ესე არ დაუმარცვლიათ მაგრამ ეს პასპორტის ჩამორთმევა და გირაოს ჩამოკიდება და პირადობის წართმევაც ნუ მესიჯები რაც მოვისმინე იყო ეგ რომ იმის გამო რომ არ გავჩერდი რომ გამოვედი რაღაცას ბრიფინგი ჩავატარე მაგას მოყვა ეს იმიტომ შეიძლება პარასკევსო გაეკეთებინათ ან შაბათს გაეკეთებინათ ორშაბათს დილით გაეკეთებინათ ზუსტად ბრიფინგი იყო 3 საათზე და 2 საათში დაიწყეს ზარები და ატეხეს და პირველ პროკურორი მოვიდა სულად მომზადებელი იყო იცოდა ერთადერთი რომ გირაო უნდა წარედგინა მეტი არაფის აზზე არ იყო საერთოდ რაზე ჩემზე ლაპარაკობდა ზოგად რაღაცეებში რომ მე არა ვარ კანონმორჩილი მოქალაქე და თურმე ნასამართლები ყოფილი ვარ ორი დღის წინ გამოვედი ციხიდან და ეგ მეტი არაფერი არგუმენტიც არ ქონდა ეხლა გზავნილი არის ეგ რომ თუ დამჭირდა, რატო უნდა ეთქვა საერთოდ ეგ, მაგრამ ეგ მითხრეს, აი ესე მითხრეს, რომ ხო იცი თუ დაგჭირდაო, არ არის პრობლემაო რაც მოგცემთო რა. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მივალ და ვეტყვი, რომ ცეო წავედი. დასლამი და ქვეყნიდან. კარგად იყოს ეს ქვეყანა, მიხედავ ყველა თვითვისაც როგორ უნდა საკუთარ თავს, მაგ შემთხვევაში ჩამახუტებენ პასპორტსაც და პირადობასაც და გამიშობენ. და ახლა პროსტა სტრასბურგში თუ წავალ შეხვედრებზე ცხადია რომ არ გამიშობენ. ხო, ეხლა მე ჭიმაქ რომ მე ბევრჯერ მქონია ეგეთი რაღაცები შემთხვევები ცხოვრებაში როცა ხვდები რომ იქიდან მხარე საერთოდ ვერ ხვდება მე რანაირად ფუნქციონირებ და რაღაცა ბევრჯერ მქონია ეგეთი რაღაცები ეხლა ეგ განცდა მაქვს რომ ვერ ხვდებიან ჩვენ მარტო ჩემზე არ მაქვს ამ ჩვენ რანაირად ფუნქციონირებთ ანუ ჩვენი ტვინი როგორ მუშაობს და გადაწყვეტილებას როგორ ვიღებთ ვერ ხვდებიან სხვაგან არიან შეიძლება ფიქრობენ რას რომ საქართველოში დიდი გარდატეხები მხოლოდ შიდა რესურსების ამუშავების შედეგად ვერ ან ძალიან იშვიათად ხდებოდა. ნუ ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო კონიუნქტურა ყოველთვის მნიშვნელოვანი ან წინაპირობა იყო, ან ხელშემწყობი იყო პროცესების. ისინი ახლა უყურებენ აი ამ დიდ ქაოსს, რომელშიც არის მსოფლიო, ძალიან დიდი ცვლილებები მიმდინარეობს და რა იქნება ის წონასწორობის ახალი წერტილი, კაცი შვილმა არ იცის არავინ. ახლაც ახლა ჩვენ უყურებთ პრეზიდენტ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრას და წინასწარ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ რაღაცა კონკრეტული
მიღწეული ვერ იქნება, იმიტომ რომ მანამდე ელაპარაკა პუტინს, ეხა უშაკოვის კომენტარი წავიკითხე მისი თანაშემწის, სადაც ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა უპირობოდ დათმობს დონბას, დანარჩენი ყველაფერი რეფერენდუმის ჩატარება, არჩევნები, ეგო დროის გასაყვანად მოფიქრებული წინაპირობებია ზელენსკის მხრიდან, გეგმონება თვითონ არ ეთხოვდნენ არჩევნებს და მერე ტრამპიც არა იყოლიეს ირიბად ამაში და ასე შემდეგ. აი ეს გაურკვევლობა მათ უჩენს შეგრძნებას, რომ მათთვის ფანჯარა გახსნილია ავტორიტარიზმის უკვე ტოტალიტარიზმში გადასაყვანად და მერე უკვე ყველაფერი კუნთებზე და ამ კუნთების უზრუნველყოფაზეა, იმიტომ რომ იმასაც პროტეინი ჭირდება, ეს არ არის მარტივად საქმე. კვება ჭირდება, ფული ჭირდება და ეს ფული ამ ქვეყანაში რაც არ უნდა გამდიდრებულებად გვეჩვენებოდეს, ბევრი ცოტა. ასეთი სისტემის შესანახად. აი ამ ფასებზე ატეხილი ამბავი ეგ არის, იმიტომ რომ ხედავენ იქ რაც ამოდის მათ შორის მათ მხარდამჭერებშიც ფასების ზრდა ყველაზე მძიმე დაისახება, ანუ ის სოციალური კონტრაქტიც კი, რომელიც პირობითად არსებობდა მდიდარი ბიზნეს მოსვლის შემთხვევაში მეტნაკლები სოციალური კეთილდღეობის დაღმართია ეს ყველაფერი უსკრულისკენ მიექანება. ჩემ შეკითხვას სხვა ჩამოთვალე,გიო, მაგ ყველა მიმართულებით, ერთ ერთი მაგ მიმართულებით ვერ ხედავ იმათ სადა აქვთ კარტები, როგორც ტრამპს უყარს თქმა, არ მართლა ვერ. მე გეტყვი, სადაც აქვს. ფასებზე ჩემი აზრით, ოპონირებას კი არ გიწევ, ჩემს აზრით. მაინტერესებს ამ ფორმულას მაყურებლები, ხო, რომლებიც სხვა შორის გადაცემის მსვლელობის დროს ჩემი და მიშას რეპლიკებს და სოფოსი გამოიხმაურენ უკვე და მხარდაჭერას მადლობა ყველას, რა თქმა უნდა. ამისთვის, ვინც უყურებს ფორმულას, გადის კვირის ფორმულას პრომოს ვეძახით ჩვენ, რომელიც არის ამ გადაცემის შინაარს კონცეფციას გამოსახავს და ყველა ჩვენგანის რეპლიკებია იქ და დღეს ველოდებოდი, უყურებდი რა ჩვენ სხვა გადაცემას და ველოდებოდი ჩემ ჯერ სანამ დროება დაიწყებოდა, გავიდა ეს მორიგი პრომო. ეს ერთი ვინც იმ პრომოშია, ყველა დაჭერილები არიან, შენ ხარ ახლა გარეთ და მამუკა ხაზარაძე არის საქართველოში ამ მომენტისთვის არ იმყოფება. დანარჩენები და გახარიაც აქცეული, უცხოეთში ვერ ჩამოდის რბილად რო ვთქვათ, დანარჩენები ციხეში არიან ყველა. და შენი თუ მიგიქცევია ყურადღება, დაიზეპირებდი ალბათ იქ ტელევიზორს ბევრს რა. შენი რომელი რეპლიკაა ამოღებული, ცი? მე გეტყვი რაც არის, რა, იმიტომ რომ ჩვენც მეც კი არ ვადევნებ ხოლმე. შენ ამობ ესეთ ფრაზას. თუ ჩვენი ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი და საერთო მიზანი არის ამათი დამარცხება, ეგ მიზანი ერთობის გარეშე ვერ მიგწევს. კი, მახსოვს, გამახსენებ. აი ეს ერთობა. აი რომ მკითხე რომ რის იმედი აქვს, რა კარტი აქვს, ჩემი აზრით აქამდე ეს კარტი მათ მაგიდაზე კი არდებს, მაგრამ ძალიან ეფექტურად манипуლირებენ ოპოზიციის მხარეს არსებულ კარტებში. ეს არის აი ამ ერთობის მიუღწევლობა. კი. ამაზე თუ შეგვიძლია ცოტა მეტი. კი, მოდით იმაზე დავიწყებ, რაც ახსენე. ფასებზე დავიწყოთ. ერთი რაც რასაც აკეთებენ არის ძალიან იაფასიანი, ძალიან ზედაპირული პროპაგანდა. ამ საკუთარ პირველ რიგში საკუთარი ვინ შემორჩათ, საკუთარი მხარდამჭერებიც არ ვიცი მაგ ხალხს ამდენად ქვია, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც რაღაც საკუთარ პაიოგზე ყავთ დასმული და ამით ინარჩუნებენ, ან ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდე რაღაცა ისეთი ზიზღით და იმით არიან წინა ხელისუფლების მიმართ, რომ რაც არ უნდა მოხდეს ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც მაგათ ხარეს იქნებიან, მაგათ უბრალოდ აჭმევენ ამ რაღაც ძალიან იაფასიან რაღაცებამდე, რაც მოხდა არის ის, რომ ზომავენ ეგენი ძალიან ხშირად, ეხლა ახალი წელი მოდის, ახალი წლებისთვის ადამიანებმა რაღაც დანაზოგები აკეთეს, რომ ამ დანაზოგებით თავში ქონა წარმოდგენილი, რომ რაღაცა ტიპის ახალწელს უფრას სახლში გააკეთებდნენ, იმიტომ რომ ისეთი ძალიან მყარად ფესვგადმული ტრადიცია არის ამ ქვეყანაში. მე ხომ ახსოვს აი ჩემი მშობლებიც კი რაღაცა ძალიანაც რო გიჭირდა და რაღაცა ბოლო თეთრებს იმაშებოდნენ, რომ რაღაცა იგოზინაყი ყოფილიყო და რაღაცა ნიგზიანი ბადრიჯანი და რაღაცა დედაჩემს ქონდა რაღაც პატარა მენიუსავით მინიმუმი რა უნდა ყოფილიყო და ვალს აიღდა და იმ მინიმუმს მაინც დადებდა ხოლმე რა მაგიდაზე. ხო და აღმოჩნდა რომ ადამიანები რაღაცები დანაზოგები აკეთეს, მაგრამ ფასები ისე არის გაზდი რომ არ ეყოთ რა. ანუ იმ რაღაცაზე არ ეყოთ და ამან გამოიწვია ადამიანის უკმაყოფილება. ეს ხადი ამათმა გაზომეს, ნახეს და რა უნდა მოასწრო ეხა ანუ ფასების პროპაგანდა უნდა მოასწრო. ხო, ანუ ეს ხო თან თავიდან მომდე სული იდიოტობა არის და სასაცილო რაზეც ლაპარაკობენ და სხვადასხვა აქედანაც ბევრი სიცოცხლე მოვისმენ აქეთა ფლანგიდან, მაგრამ ფასების და არის ამ ქვეყანაში ერთადერთი ინსტიტუტის ბრალი, ეს არის ეროვნული ბანკი. არ ვიცი ძიება არ სჭირდება რა, ეროვნული ბანკი არის ერთადერთი კანონით არის პასუხისმგებელი უწერი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში პირდაპირ წერია, რომ პირველი მთავარი ფუნქცია მისი არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, რასაც ვერ აკეთებს ეროვნული ბანკი, ვერ აკეთებს ბევრი მიზეზების გამო, მათ შორის იმის გამო, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არის, იმის გამო, რომ
რომ ამ რეჟიმის მსახურია და იმის გამო რომ მთავრობას როცა ფული ჭირდება, ეს სხვადასხვა გზებით მთავრობას ფულს აწვდის და მაგის გამო იზრდება ფასები. ცალკე საკითხია, რაზეც ლაპარაკ კარტელური გარიგები და რაღაცები, რაზეც შევიდა ხალხი და დისკუსია დაიწყეს, მაგრამ ვის შორის არის ყველგან, ვინც არიან, ვისაც თუ იმე შეიძლება რაღაცა ტიპის იმაზე მონოპოლია ან რაღაცა კონდეს რაღაცა ტიპის პროდუქტების იმპორტზე, იმიტომ ჩვენ ძირითადად შემოტანილი იმას ჭამთ, ისევ რავი მაგათი ხალხი არიან, ხო რავი, მე შემომაქ რაღაცა და თქვენ შემოგაქვს რაღაცა, ხო? პირობითად ვიძახი, ხო? მაგრამ თავარი ამბავი არის ისო სინამდვილეში პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი, რომელიც ვერ ინარჩუნებს ამ ფასებს ისევ რეჟიმის დამსახურებით, იმიტომ რომ როცა ჭირდებათ ის აძლევს ფულს. მაგრამ იმის გამო რომ მაგაზე მოიგონეს ეს რაღაც ბოდოა, ეხლა რომ გამოძიებას ჩავატარებთ, იქ პაპუაში მაგ კომისიას შევქმნით იმაშიო, პარლამენტში და რაღაცა რომ ადამიანებს ანახონ. ხო, ანუ გადაგორების ამბავი არის. ეხლა ეს დღეები, ახალი წლის დღეები უნდა გადააგორონ იმით, რომ ადამიანებს საახალწოდ გაატანეს განცდა, რომ ვითომ ჩვენი რაღაცა მზრუნველი მთავრობა აი დაიწყო ბრძოლა და ეხლა თუ ხვალდაზე თუ არა, მე კი არა მაქვს საჭირო ხალხი. აი სად ახალი წლისთვის ესენი ფასებს დაარეგულირებენ. რაღაცას მე რაღაცა იქნება რა, ხო. ეხლა გამიჭირდა, მაგრამ აი თურმე მიხვდნენ იმათ, მაგრამ იციან რომ პრობლემა არის. ეგ არის მეტი აფერი, მაგრამ მაგ მიმართულებით იმის თქვა მინდა რომ მათ კარტები ხელში არ აქვთ, რომ ეგ შეუძლებელია რომ გამოსწორდეს. ანუ ამათ სულ დაჭირდებათ ეროვნული ბანკისგან ფული. მათ შორის დაჭირდებათ რომ ვალები აიღონ და სულ უფრო მაღალ პროცენტში აიღებენ წესებს, იმიტომ რომ რეალობა რომელიც ჩვენ აღმოჩნდით, რომ ეს რუსებმა ჩააგდეს საქართველოს ამ წუთის მდგომარეობით და ეგ მარტო რუსეთის გეგმა შეიძლება ყოფილიყო, ისე ჩვენ ვართ ჩიხი. არა ეს ყველაფერი ის რომ რაღაცა აქ დიდარი არაბები ჩამოვლენ და აქ რაღაცაში ფულს დახარჯავენ, რაღაცას იყიდიან, ისო ჩინელები რაღაც სტრატეგიული პარტნიორობა გავაფრენ და ჩინელები აქ რაღაცაში ფულს ჩადებენ. ეს ყველაფერი არის ბოდოა. ანუ ბოდოა არის, იმიტომ ეს ქვეყანა მანამ იყო საინტერესო გინდა არაბის და გინდა ჩინეთის, მაგრამ სანამ ეს ქვეყანა მიდიოდა და გეგმაში ქონდა რომ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი. ყველას გაუხარდება აქეთკენ თუ ევროკავშირი შემოვა აქეთ ამ ხარეს და ახლოს მეზობლად იქნება ვიდრე ის რომ ზღვით აგზავნეს სადღაც ან თურქეთით აგზავნეს სადღაც შორს. აგერ ევროკავშირი იქნება აგერ გვერდზე და მათი საქონელი ევროკავშირის საზღვარს გადაკვეთავს აგერ აქვე. სადღაც იქ კი არა, აი აქვე ძალიან ახლოს. ეგ მაგ შემთხვევაში გასაგები იყო რატო შეიძლება ვინმე საერთოდ ამ ქვეყანაში ფული ჩადოს, თავი რო დაანება იმას რომ რაღაცა კორიდორი იყოს და თვითონ აიაროს აზიიდან ევროპისკენ და ეს შემდეგ და ეხლა არაფერი არა ვართ, ანუ ისეთ იზოლაციაში ვართ, არაფერი არა ვართ, ანუ არავის ჩვენ აღარ ვაინტერესებთ აქმა დასავლეთის მხრიდან საქართველოს სულ უფრო და უფრო არის რომ ჩვენ როგორც სუვერენული სახელმწიფო აღარ ვარსებოთ, ჩვენ აღარო საკუთარი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არა გვაქვს. ვზივართ ამ რუსები გეუბნებიან ესე ქეჩებით ესე, გეუბნებიან ესე არ ხრათ და არ შვებით ეგრე. ანუ არაფერს არ ვაკეთებთ ისეთ რამაც შეიძლება რუსეთი გააღიზიანოს და რასაც ვაკეთებთ ყველაფერი ისაც რაც არის რუსეთის ინტერესებში და ეს გრძელდება წლებია. ანუ ეკონომიკური პრობლემები ამ ქვეყანაში ყველა შემთხვევაში იქნება. მათ შორის ახლა რომ იღებენ ამ იმას სესხები და რაღაცები რაც შემოდიოდა ინფრასტრუქტურაში ფული იხარჯებოდა. ეგ ხო იყო მსოფლიო ბანკი და ეგ იყო ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკი. ჯერ კიდევ დარჩენილი რაც არის აზიისას ვეძახით რომ ეგეც დასავლური ფული ძირითადად ცხადია მანდატის არის, მაგრამ იმის გამო რომ რატო უნდა დახარჯო აქ მით უმეტეს ამ ზანგეზურის ამბავი ისე ლაგდება რომ მგონია რომ სუნიქის დერეფა. ხო ეგ ინფრასტრუქტურა ის ხო არა რაღაც პატარა გზა გავიყვანე ხარ, მან ლაპარაკი არის მილიარდები უნდა ჩაიდოს გზაზე, რკინიგზაზე, რაღაც მილსადენებზე, რაღაცებზე, ყველაფერი იქით თუ დაიწყებს აწყობას, აქეთ მაგას არავინ აღარ გადმოალაგებს ანუ და უბრალოდ გინდა ხარდამჭერი იყავი ოცნების, უბრალოდ ობიექტურად რო შეხედო, საქართველოს ფული რატო უნდა ჩადო? ანუ აქ რა ჩვენ რო ვიყოთ 60 მილიონი, გეტყოდით რომ იმიტომ უნდა ჩადო, რომ ჩვენ ვარ დიდი ბაზარი და აქ თუ ააშენებ რა ვიცი, მანქანას თუ გამოუშვებ, აქვე ადგილზე გეყოლება ბევრი მყიდველი. არა, რაც გინდა გამოუშვი რა. არა ვართ 3 მილიონი ნახევარი ვარ და ხალხი კიდე გადის აქედან. ხო, ჩვენ რო ვიყოთ რაღაც მდიდარი ქვეყანა, შეიძლება არგუმენტი ხო, რომ აქ ფული იმიტომ უნდა ჩადო, რომ ჩვენ ბევრი ფული გვაქვს და რაღაცებს ვიყიდით, მაგრამ ფულიც არა გვაქვს. ანუ ცოტა ვართ და ფული არა გვაქვს, ხო? ხო და რატო უნდა ჩადო? მართლა რომ ჩადო. მე ვიღაცას წერდი იქიდან, რომ ისა თუთაშხიაში ვარ, იქ ფრაზე ხალხმა იცის მეთქი, რომ აი ფუნქცია დავკარგეთო და თუ რაღაცა მაგაზე ჩასაჭერია თქო, რომ მართლა ანუ ფუნქცია დავკარგეთ, ეხლა თვალთა და ხელშუა წაგვართეს ფუნქცია და უბრალოდ გაუგებარი არ აქ რა არის საინტერესო ბუნებას გონია რომ ისეთი ადამიანები ვინც ქვეყნიდან გასული არ არის. რა მართლა მაგარი ბუნება გვაქვს, რა ძალიან მიყვარს ის თაც გაქვს, ზღვაც გაქვს, ბარიც გაქვს, უდაბნოც გაქვს, ცხელა, წვიმს, თოვს, ყველაფერი გაქვს, მაგრამ რავი არის ქვეყნები სადაც არის ხარ, თუ რაღაც თოვლის ნახვა თუ გინდა, თოვს ნახავ, მთელი წლის განმავლობაში სადაც გინდა, ტბა თუ გინდა, ტბასაც ნახავ ლამაზ და ზღვა თუ გინდა, ზღვასაც ნახავ ლამაზ და ასე შემდეგ. ჩვენს რეგიონში არიან ქვეყნები, რომლის მოქალაქეებს ასეთ მარტივი წვდომა იმ შენთვის და ჩემთვის მოსაწონ კიდე სივრცეებთ ან არ აქვთ ამ გაგებითაც და დაწყებული ირანი და არაბული რამდენიმე მეზობელი მეზობლების გათვალისწინებით, იმათთვის შეიძლება ჩვენი ეს ბუნებაც კი წყლის რესურსები განსაკუთრებით, ლანდშაფტი, საცხოვრებელი სივრცე გარემო, კლიმატი იყოს მიზიდულობის. შეიძლება დროებით საცხოვრებლადაც ან მუდმივად საცხოვრებლად რაღაცა ნაწილისთვის. მაგრამ
მე ამ შემთხვევაში ოპონირებას ამ მე ვერც მოახერხებ რომ დავიწყო. ესე ისინი რაღაცების დივერსიფიცირებას მაგ მიმართულებით მაგრამ ძალიან მცირე მასშტაბის ამბავი რომ კომპენსირების შემთხვევაში იმის შეუძლებელი გაგებით ქვეყნის ტერიტორიების ერთობისკენ მიდიოდით. მოგეთ მე იმის გამიდა რომ ყველა შემთხვევაში ამ ქვეყანას ექნება სერიოზული ეკონომიკური პრობლემები და რაღაცა სისტემები ამის უკვე გაჩნდა. კი, მათ შორის აი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგარეო ფაქტორებზეც რა თუ აი დღეს პირობითად ხო შეუძლებელი გონება თუ დაალაგდნენ და გაჩერდა კონფლიქტი უკრაინაში. ჩვენ როგორ უნდა გადავრჩეთ? ანუ ამ კითხვას რატო არავინ არ სწორს, მაგრამ ჩვენ როგორ უნდა გადავრჩეთ? აი თუ გაჩერდა იქ ხო? ორი პრობლემა ორი სერიოზული მაგას გულისხმობ. ეხლა დაალაგებული ესე როგორ გაივლდა კვლავ კედელი აღიარდა კი ესე ეხლა როგორც არის კედლის რომელ მხარეს ეხლა როგორც დაალაგეს რუსებმა ეგრე როგორ გადავჭირდა ორი სერიოზული პრობლემა იქნება ეხლა ამ წუთის მდგომარეობით რუსეთის ინტერესში არის რომ ეს ქვეყანა იყოს პოლიტიკურ იზოლაციაში მაგრამ არ იყოს ეკონომიკურ იზოლაციაში ეკონომიკური იზოლაცია ამ წუთას არ აწყობთ ამ ქვეყნის ერთადერთი მიზეზი გამიტომ თვითონ არიან სანქციების ქვეშ და აწყობთ ჩვენ იყო ჩავიხრელი და აქედან თუნდაც მარტო მანქანების ზიდონ თავად დაანება სხვა რაღაცებს თუ სანქციების მოხსნაზე წავიდა რუსეთთან ლაპარაკი რუსეთსა ჩვენ ეკონომიკური კავშირიც აღარ ინტერესებს უკვე დასავლეთისკენ და ჩვენ როგორ უნდა გადავრჩეთ? ანუ ჩვენ ვიქნებით რაღაც დაახლოებით აი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონივით, რომელსაც რუსეთს დაჭერილები ყავს და იმის იქითაც რო არ უშვებს. ანუ ჩვენ ვლებად სიღარიბეში აღმოხდება სული. ეგ ერთი პრობლემა. მეორე პრობლემა არის ჩვენი უსაფრთხოების პრობლემა. ანუ ხოცები რო იძახებს შედობა დამყარეთო. როგორ უნდა გადავრჩეთ? ანუ რა გარანტია გვაქვს, რომ რუსები არ ჩაყლაპავენ? რუდისმე ყოფილა საქართველოს ისტორიაში, რაც მას შემდეგ რაც რუსეთი მოადგა კავკასიას, ერთი შემთხვევა მაინც, როცა რუსეთი შეეძლო საქართველოს ჩაეყლაპა და არ ჩაყლაპა საქართველოს ერთხელ მაინც ყოფილა, მათ შორის ხელშეკრულებები ჰქონდა დადებული, რომ არ უნდა ჩაეყლაპა და მაინც ყლაპავდა და ეხლა რა უნდა გადაგვაჩინოს? ერთი მეგობარი არ აქვს, და თავდაცვა აღარ აქვს. ინსტინქტია, ეს ამასაკ ინსტინქტია. ინსტინქტის დონეზეც კი ესე არის, ესე ხდება. კი, მაგის თქმა უნდა, რომ მაგ შემთხვევაშიც კი ეგეც კი რეჟიმისთვის არ არის ხელსაყრელი გარემო, ანუ მაგიტო ვიზახ რომ მან კარტებს ვერ ხედა მეთქან როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ის რომ ამ ქვეყანას ექნება ეკონომიკური პრობლემები, მგონია რომ გარდაუვალია და ფულის პრობლემა ექნებათ მათ შორის რეჟიმი რაზეც გასის საყდენები შეინარჩუნონ ნებისმიერ შემთხვევაში, გარედან წრეხი ნებისმიერ შემთხვევაში მგონია რომ გაიზრდება, მათ შორის იმის გამო რომ ეს შიდა წრეხს კიდევ უფრო გაზის და კიდევ უფრო ველური გახდება ეს რეჟიმი, მათ შორის არა მარტო ველუს თავი დაანებე, თვალსაჩინო რაც არის მათ შორის აი ბოლო პერიოდში რაც გამოჩნდა არის ის რომ ეხლა რასაც აკეთებენ თუნდაც საკუთარი სიმდიდრის დემონსტრირების თვალსაზრისით, რამდენიმე წლის წინ მაგის გაკეთება შეუძლებელი იყო მაგათვისაც კი. მაგის ჩვენება, რომ ჩვენ ოქროს ზოდები გვაქვს და მილიონები გვილაგია და ფერარი, ხო, და ფერარი და რაღაც აი მაგის დემონსტრირებას მექნებოდა სერიოზული ბეკლეშ საზოგადოებისგან, რომ რა არის ეს და ეხლა ეგენი მაგას აკეთებენ საჯაროდ ჩეჩნეთში მეტი კი არაფერი არ არის. რომ არა, ეგერთები ვართ, ესე ვცხოვრო და ფეხებზე კიდე ხმას ამოიღებ დაგიდწავთ თალყობას. ეგ არის ჩეჩნეთი, ხო? მაგის დემონსტრირებას აკეთებენ ეხლა სხვა ეტაპზე არიან თვისობრივად გადასული და მაგის გამო ეგენი მაგას ვეღარ მოატრიალებენ მაგის გამო მგონია დასავლეთი მაგის გამო და ბევრი ეგეთი სიმპტომების გამო დასავლეთისგან მგონია წრეხი გაცებით მეტი იქნება ერთი მის თქმა მინდოდა ამ ტრამპის ამბავზეც რა გასაგებია რომ ტრამპის პოლიტიკა არის გაუგებარი მოდი ესე ვთქვა ანუ სტრატეგიულ ბუნდოვანებას ეძახიან თვითონ რო კითხულობდა რაღაცებს რომ ანუ ვერ გაიგებ რავი რაღაც ანუ სულ ქაოსს ქმნის და მე ამ ქაოსში თითქოს რაღაცებს ალაგებს რა ან თვითონ ალაგებს ან ვიღაც ჭკვიანი ხალხი ყავს რომლებიც ამას ალაგებინებენ ან ვერ ალაგებს მაგრამ მე სულ აგზეროს მაშინ ამ ქაოსში რაღაცები არის ხარ ეს მაგრამ ის უსაფრთხოების კონცეფცია რაც დადეს იქაც გასაგებია რომ ევროპასთან მიმართებაში ცვლილება არის მაგრამ მან ახალი არაფერი არ არის ანუ ამერიკა ეგეთი ქვეყანა სადაც ეს ციკლურად არის ამერიკა წავა იზოლაციონიზმისკენ იძახის რომ ჩემ თავს უნდა მიხედო ძლიერდება და მე ყოველ ჯერზე პირველი მსოფლიო ვიზოს ისე მოუწია ჩართვა და მაგან დაამთავრა ომი მეორე მსოფლიო ვიზოს ისე მოუწია ჩართვა და მაგან დაამთავრა ომი ყოველ ჯერზე რაღაცა გაძლიერებული ბრუნდება ისე რაღაცა საერთაშორისო იმაზე ასპარეზზე თუ მოედანზე ეხლა ამ ხრივ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება მათ შორის წავიკითხე მე რაღაც კომენტარებს უსმენდი და მე ველოდი რომ კიდე უფრო რაღაცა რთული რაღაცები ხდება. ეგეთი ტრაგიკულიც იქ არაფერი არ წერია. გასაგებია რომ ჩვენ გვეჩქარება და გადარჩენის ამბავი გვაქვს, მაგრამ ევროპასთან მიმართებაში რასაც აკეთებს გრძელვადიანად, ეგ ჩვენს გვაწყობს და ევროპასაც აწყობს. ის რომ ევროპამ სისულელეებში ფული არ უნდა ხარჯოს და თავდაცვას და უსაფრთხოებას უნდა მიხედოს, რა ვიცი, ხა თუ უბრალოდ ადეკვატური ადამიანი ხარ, რო უყურებ მართლა რაში ხარჯავენ შე შემთხვევაში ფულს და ამ დროს როგორ ვერ ხედავენ რაღაცა საფრთხეებს, რა ვიცი, ძალიან გასაგები ამბავი, რატო შეიძლება ტრამპი კი არა, ზოგადად ამერიკა, რომელიც 80 წელია უსაფრთხოების ქოლგას აძლევს,
იქიდან გადმოსახენა რომ შეხედოთ ძალიან ლოგიკურ რაღაცას ეუბნება რომ რავი ღარიბები რო იყო და დაცვა გჭირდებოდეთ რავი სანამ იყავით გისავდით და რაღაცა მაგრამ რავი ქვეყნებია ეხა ევროპის კონტინენტზე ქვეყნები ხართ რომლებიც რავი პერ კაპიტა ამერიკელებზე მდიდრები ხართ ხო და მართლა ეგრეა რავი ხა ირლანდიას და შვეიცარიას ამერიკა ვერ შეეძება თავი დაანებე პატარებს მონაკო ლიხტენშტაინი იმაზე რაღაცა აღარ არის ლუქსემბურგზე ისინი კიდევ უფრო შორს არიან მაგრამ ის ისეთ ქვეყნებზე ვიზახი არა პატარებზე ქვეყნებზე ვიზახი ევროპისთვის და ჩვენთვის მაგას ვიზახი და მოკლევადიან პერსპექტივაშიც ის კი არა რომ ხავს ვეჭიდები და რაღაცა მოკლევადიან პერსპექტივაში მინიმუმ 2 ჩანაწერი არის ისეთი რომელიც ამათთვის და მგონი რომ მაგიტო დაარტყა ბიძინა მე შათირიშვილის პირით 2 ჩანაწერი რომელიც ამას არ აწყობთ ერთი არის ის რომ ამერიკა არაპირებს რომ დათმოს გლობალური ლიდერის როლი თავისუფალი სამყაროსი და პირდაპირ წერია იქ რომ რა ჩვენ ამას გავაგზავნებთ და თითოეულ ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს გამოყვებიან თუ არ გამოყვებიანო. რანაც შეიძლება ხა ეგ რუსებს უხაროდეთ. აქ თუმცა რანაც შეუხაროდ რომ ამერიკა მაგას იძახისო კი რაღაცა ეს მე რაღაც ჩემ ნახევარსფეროს უნდა მივხედო იქ რაღაცა ჩინეთის ზღვაში მაქვს რაღაცა და იქ იმაზე უნდა გადავთო რესურსები მაგრამ არ ვაპირებო დავთმო გლობალური ლიდერის როლი როგორც თავისუფალი სამყაროს გლობალური ლიდერი და ყველა ეს წერია პირდაპირ ვინ ქვეყნება ყველა ქვეყანას მოუწევს გადაწყვიტოს ვინ გამოყვება და ვინ არ გამოყვება არ გამოყვება ხოხტები რასაც ნიშნავს ძალიან მნიშვნელოვნად მაგის გარდა ასევე წერია ამყარებს შეერთებული შტატების ისტორიულ მისიას არცფლად ეგრეა საქმე მხოლოდ მე უბრალოდ ვერ წარმოვიდგენ ამერიკა არის ეგ ქვეყანა ამერიკელების იდენტიფიცირება არის ამერიკა ხო არ არის nation state და სახელმწიფო გაშთა რაღაც ეროვნულობის გარშემო ამერიკა არის იდეის გარშემო თავისობის იდეის გარშემო ამერიკამ თუ მაგ იდეაზე უარი თქვა ამერიკა აღარ არის დაკარგავს საკუთარ თავს და ეგ ძალიან რთული რაღაცა კიდე ერთი რაღაცა რაც წერია ასევე წერია იმაზე რომ გასაგებიაო ხსნიან რატო შევა თანამშრომლობა საუდის არაბეთთან ან რაღაც ეგ ტიპის ქვეყნებთან სადაც არ არის ადამიანის უფლებები რაღაცები მაგრამ ასევე არის ერთიადა სადაც წერია რომ ქვეყნებიო რომელსაც პრეტენზია იქნებათ რომ რაღაცა იქ თავის ადამიანის უფლებები და დემოკრატია და რაღაცაო ჩვენ იმ ქვეყნებთან გავაგზავნებთ შეუძლებლად მაგ რაღაცების ხარდაჭერასო რაც ასევე ამათ არ აწყობთ ან როგორც არ უნდა იწვალონ ახლა ამათმა და ეცადო გაყიდონ რომ აქ არის რაღაცა ფესვგადგმული დიქტატურა და რაღაცა არ არის და ვერ იქნება და მაგის რესურსი არ აქვს არც ივანიშვილს და არც რუსებს შეუძლებელია ამიტომ მიუხედავად იმისა რომ რაღაცებში გასაგებია რომ ახლა მე სიგიჟე მგონია სრული რაღაცა ტარიფებზე რასაც აკეთებს ტრამპის ადმინისტრაცია და არის რაღაცები რაც მგონია რომ არასწორია მაგრამ ძელვადიანად რასაც აკეთებენ ჩვენთვის საბოლოო ჯამში იქნება მაინც სწორი ამბავი და მონგებიანი ამბავი განსაკუთრებით ევროპასთან მიმართებაში რომ ჩვენ საბოლოო ჯამში რო გვინდა ევროკავშირის ნაწილი იყოთ მათ შორის გვინდა ძლიერი ევროკავშირის ნაწილი იყო და გამოფხიზლებული ევროპა რომელიც რაღაცა სისულელეებში არ ხარჯავს ფულს იმიტომ რომ რავის გამდიდრდნენ და აღარ იციან რა აკეთონ და არამედ ხარჯავს თავდაცვაში უსაფრთხოებაში ჩვენც გვაწყობს საბოლოო ჯამში ძელვადიანი ზურა ერთი კითხვა მიჩნდება აქ ბიძინა ივანიშვილისთვის ისევე როგორც ისეთი ქვეყნის მმართველისთვის როგორც საქართველოა რომელსაც დაუწყვეტია რომ ძალაუფლებაში იყოს მუდმივად ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია ერთი უდაოდ არის ბევრი ხალხი ქუჩაში და ივანიშვილი წარსულშიც მხოლოდ ამას უწევდა ანგარიშს თუ გავიხსენებთ მის 20 ივნისის შემდგომ გაკეთებულ ლამის მომტირალი თვალებით განცხადებას და დაპირებას რომელიც მე უგარიო კი ბატონო და საერთაშორისო ასე ვთქვათ პოზიცია ამას უწევს ივანიშვილი ანგარიშს თუნდაც იმის გათვალისწინებით რომ მას ფული აქვს დასავლეთში და ამ ფულზე ყველაზე მეტად დარდობს. ახლა რომ შევაჯამოთ დღევანდელი ვითარება, ის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ადამიანია. მართალია წინა ადმინისტრაციის მხრიდან, მაგრამ ვერ მიაღწია ამ სანქცირების არათუ უკან წაღებას, საერთოდ რამის დალაგებას ახალ ადმინისტრაციასთან. ამ ვითარებაშია. მას წამოეწია თემა, რომელზეც თქვენ გქონდათ ბრიფინგი, რომლის მერეც 2 საათში დაგიბარეს სასამართლოში, ეს არის საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების თემა, სადაც ის მიხვდა, რომ ის ორგანოები, რომელსაც ის აკონტროლებს პროკურატურა, სასამართლო, ამ ყველაფერს ეს საკითხი სდება. ეს არის საერთაშორისო სამართლის თემა, დაცული უფლება ადამიანის, რომელიც კონტროლდება საერთაშორისო მექანიზმებითაც. ამ ვითარებაში მყოფი ივანიშვილისთვის საგარეო ფაქტორზე რომ ვიკითხოთ, მას თქვენ სახსენეთ რომ დალაგების რესურსის მისი ნაკლებად გჯერათ, მაგრამ აი ეს თემა, რომელიც თავარ მოთხოვნად რჩება დღეს საქართველოს მოქალაქეების გვითხარით რითი მოგწამლეთ და გამოიძიოს საერთაშორისო ინსტიტუტებმა ეს მოწამვლის თემა, ფიქრობთ თუ არა რომ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღეს, რომელსაც უფრთხის ივანიშვილი რეალურად. თავიდან დავიწყებ რითიც კითხვა დაიწყეთ გარე ფაქტორები და შიდა ფაქტორები. ერთი რომ მე არ მჯერა რომ ეგ არის ივანიშვილის ამბავი და მე მაინც ყველაფერს უყურებ და
მგონია რომ ესე უნდა უყუროთ რუსეთის გადმოსახედიდან პრიზმაში უნდა უყუროთ, იმიტომ რომ მე ოდნავ ეჭირება პარება რომ აქ რეალობას დიდი ხანია უკვე რუსები მართავენ და მე არც იმის იმჯერა რომ ამ რეჟიმს სუსტი წერტილი აქვს გარედან თუნდაც სანქციები იყოს ან რაღაცა გეწნეხი ან შიგნით ქუჩაში გამოსვლა. გასაგებია რომ აღიზიანებთ, გასაგებია რომ პროტესტის მოკლა უნდათ, მაგრამ ეგ არ არის ამ რეჟიმისთვის სუსტი წერტილი. ეგ იყო სუსტი წერტილები სააკაშვილის ხელისუფლებისთვის, სუსტი წერტილი იყო ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებისთვის. ივანიშვილის ფაქტორით მთლიანად გამოსარიცხია. რუსებმა იციან რომ თუ გარედან თუ აქ ხელისუფლება იქნება სენსიტიური გარედან კრიტიკაზე ან შიგნით პროტესტზე, ეგ არის სუსტი წერტილები, რომელიც შეიძლება გამოიყენო. ამიტომ რუსები მაგას არ უშვებენ აქ. ფეხებზე კიდიათ ამათ, ანუ პროტესტს ცემენ, წიხლავენ, ურეკავენ, გვაგინებენ, გვიჭერენ, აწამებენ ადამიანებს და შემდეგ ეგ ნიშნავს სენსიტიური მაღაზია არ არის. უბრალოდ მართავენ ისეთ დონეზე, რომ ამან კიდევ უფრო ზედმეტი ის არ გამოიწვიოს. გარედანაც სანქციები ცხადია, ტკივათ, ივანიშვილსაც ტკივათ და ვიღაცებსაც ტკივათ, მაგრამ ეგ გარედან კრიტიკადან თუნდაც სანქციებიც არ არის ამბავი, რის გამოც რაღაცა რეჟიმმა შეიძლება იმას ქნას. ჩამოიშალოს მარტო მაგის გამო არ დათმობენ არაფერს, მაგის გამო ჩამოშას თავი დავანე, მაგის გამო არაფერს არ დათმობენ, იმიტომ რომ არ არიან ეს სენსიტორები დასავლეთთან კრიტიკაზე, ფეხზე კიდე დასავლეთ იქით აგინებენ. რაც ჭირდებათ რუსეთს არის ის, რაც მე წეღან თქვი და რატომაც ცდილობენ. რატომაც ცდილობს ივანიშვილი რაღაცების დალაგებას, ეგ არის ის, რომ პოლიტიკურ იზოლაციას არ მოყვეს ეკონომიკის სრული იზოლაციაც. იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში დღეს რუსეთს რომელიც არის სანქცირებული, ეგ არ აწყობს, იმიტომ რომ ჩვენ გვიყენებენ ჩვეულებრივ ამ ტერიტორიას როგორც შავხრეთს, რომ რაღაცები შეიტანონ. ანუ მაგნაწილში კონტაქტების აღდგენა და მცდელობა, რომ რაღაცა ტიპის შეინარჩუნონ, არის წმინდად მარტო მაგში ნაარსის, რომ პოლიტიკური იზოლაცია ძალიან კარგია და მიღწეულია უკვე, მეგობარი აღარ დაგვრჩა რეალურად მართლა, როგორც ქვეყანას ამ შემთხვევაში დღევანდელი რეჟიმის პირობებში, თორე ხალხს კი და ეკონომიკური სჭირდება თუ შეინარჩუნონ მაქსიმალურად, ამიტომ აქცენტს მაგაზე აკეთებენ, სულ მათ შორის ტრამპთან და ამერიკასთან ურთიერთობაშიც თუ უყურებთ რასაც ამბობენ, არის სუფთა რუსული ნარატივია, რომ მოდით ახალი ფუციდან დავიწყოთ, რატო უნდა დავიწყოთ ახალი ფუციდან? რაღაცები გააფუჭე, როგორც რუსებმა იციან, რომ აფხაზეთი და ცხინვალი აღიარეთ როგორც დამოკიდებული ქვეყნები და დავიწყოთ ახალი ფუციდან, კაცო. რა პრობლემა? ხო, ნოვიერიალი, ზუსტად მაგას ერთ-ერთი იმეორებენ მაგას. და ძირითადად იქაც ხალხმა აქცენტი რაღაც ამ ეკონომიკურ რაღაცებზე, რომ ევროკავშირთან რაღაცა კაბელი შავი ზღვიდან ელექტროენერგია გავა, ციფრული ისა რაღაცა. ხო, ხიდეც უზრუნებდა დღის ნიჟდე. კი, ეგ არის. რაც შეეხება ქიმიური ამასაც შეეხება. მე მგონია რომ მან პრობლემა აქვს იმ ბრიფინგზეც მე მაშინ იქაც თქვი და შემიძლია ხაც გავიმეორა, მე არ მინდოდა რაღაც იგივე რაღაცები მელაპარაკა, რაც მანამდე კვირების განმავლობაში მესმოდა და თქვი სულ სამი რაღაცა, რომელიც დამაკდა ყურში, როცა თქვენ ეთერებს უყურებდით, იმიტომ რომ სოციალებში შეიძლება რაღაც ითქვა, მაგრამ ჩემამდე იქამდე არ მოსულა რა. ერთი რითიც დავიწყე იყო ის, რომ ასახსნელი მგონია თქო, რომ ამ წყალს როცა ასხავდნენ, მოკლედ უამრავი ადამიანი გაიწუწა რა და ყველა გასხმაში არ იყო ეს ქიმიური ნივთიერება გარეული და მაგის ახსნა მგონია მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უამრავი ასობით ადამიანი თუ არა ათასობით ადამიანი გაიწუწა და იქ ძალიან დიდი ნაწილი შეიძლება ყოფილიყო ისე, რომელსაც არ ქონია არ წვა და არც არანაირი სიმპტომები და ყველა მანქანაში არ იყო ეს ჩასხმა. ან შეიძლება ყველა მანქანაში არ იყო, შეიძლება ყველა გასხმაზე არას არ ურევდნენ და არ ასხავდნენ და მქონდა იმტომას სხვათა შორის ერთზადებაში იქ ხმაში ისმის რომ გაზი გააყოლეთ, გაზი გააყოლეთ. შეიძლება მანქანას აქ საშუალო მე არ ვიცი რომ დააჭიროს და გარეული გამოასხაზა, შეიძლება დააჭიროს და მარტო წყალი გამოასხაზო. მე მაქვს ჩემი გამოცდება, ანუ იქ კაცი BBC-ს იმაში რო ყვება ყოფილი გედედელი ცესკოსთან მაგალითად, ხო? მე ცესკოსთან ორჯერ გავიწუწებთ რიან და არაფერი საერთოდ. რუსთაველზე პირდაპირ თავისუფლებიდან მომავალმა მანქანა რო გავწუწა არაფერი და ჭიჭინაძედან ჩამოსულმა რო გამწუწა, რავია 3 დღე გავატარე ჯოჯოხეთში. ყოველ 3 ჯერ საღამოს რომ მივედი და შხაპი რომ მივიღე საღამო კი არა დილა იყო განთენიისას რა რავი დილის 6 საათი იყო თუ რაღაცა აი ისე მეწოდა რომ 1 საათი მაკანკალებდა რომ ტკივილი გამეძლო რა მეორე დღეს რომ არ მეგონა რომ ისე ჩამოვიბანე დილით რო შევედი მე ვერ გამოდიოდი სახიდან შხაპი თუ არ მე დილით რო შევედი ისე იგივენაირი 1 საათი გავატარე და შემდეგ დილით კიდე ან მესამე შხაპის მიღებაზე ან ყოველ ჯერზე თბილი წყალი რო ხდებოდა ფორები ფართოვდებოდა და ის გამხსნელი იყო თუ რა იყო მე არ ვიცი რაღაცა ნივთიერება იყო ჩამჯდარი კანში რომელიც იწოვებოდა და ცეცხლი მეკიდა ანუ სადაც თან რა იყო იცი უცნაური სადაც ტანსაცმეზე მოხდა ტანსაცის მერე მოხდა კანზე არსადეგ არ იყო, მაგრამ სადაც პირდაპირ დამესხა ხელი და ეს სახე და ესა, აი ჩორე ხანძარი იყო რა. სპეციალისტებმა აღწერეს ისე რომ მე ფენას მესამე დღეს რომელიც შეღწევადობას. კი, ფორებს იმაშებოდა და იმაშებოდა. მესამე დღეს დილით საკუთარი თავი დავიჭირო, რომ შხაპში შესვლა მეშინოდა. რომ აღარ მინდოდა იმ ჯოჯოხეთის კიდე ერთხელ გავლა. ხო და
თავარი ამბავი, რატომ მინდოდა რომ ეგ თქმულიყო, იმიტომ რომ არ მინდა რომ იმ ადამიანებმა ვინც გაიწუწა და სიმპტომი არ აქვს, იმათმა იფიქრო რომ ვიღაცები გაგიჟდნენ და რაღაცა. მე ვარ ადამიანი, რომელიც ბევრჯერ გავიწუწე და ეგ წვა მქონდა მარტო ჭიჭინაძეზე რომ გამწუწეს მარტო მაშინ. სხვა შემთხვევაში არც ერთხელ მე წვა არ მქონია. მათ შორის ხველაც მარტო მაგის მერე დამიტოვა 1 3 4 თვე ვახველებდი, ვიხჭობოდი ისე მეხველებდი. იყო ერთი რაც ითქმა, მეორე ის რაც მინდოდა არის ის რომ ქიმია ვიცი რაღაც დონეზე, მის გარდა იმისა რომ სამედიცინო ბექგრაუნდი მაქვს, ნასწავლი მაქვს რა ქიმია, სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მარტო აი რაღაცას პრაქტიკანტები რომდნენ მე მიძახებდნენ, სულ რომ ამიხსნა, მევასებოდა რა, მათემატიკა მევასებოდა, ქიმია მევასებოდა. ის შეიძლება თუ არა კვალიფიცირდეს რაღაცა ნივთიერება ქიმიურ იარაღად, როგორც გამოიყენოს, როგორც ქიმიური იარაღი, ეგ არ არის დამოკიდებული მარტო ფორმულაზე და მან სიტყვებში არ უნდა მოგვატყუო. რომ აი კამიტი არ იყო და კამიტი თუ არ იყო მორჩა. არა, რაღაცა ნივთიერება შეიძლება კვალიფიცირდეს თუ არა როგორც ქიმიური იარაღის გამოყენება, არის დამოკიდებული ასევე გარდა ფორმულისა, რა ფორმით და რა ინტენსივობით გამოიყენე ეს. ანუ бенზინი არ არის ქიმიური იარაღი, მაგრამ ვენაში თუ გაგიკეთებ მოკლავ. бенზინი ადგინდა, რავი, მარილით გაუხსნი წყალში და ისეთ მარილ წყალს გაგიკეთებ ვენაში მოკლავ. საერთოდ არ არის იარაღი, რავი, მარილ ფიზიოლოგიურ ხსნას ვენაში ისხამენ. პირიქით. ასევე თაგვის ჭამალი ადამიანს არ უნდა მაგარი კონცენტრაციით ვენაში გაგიკეთო მოკლავ ჩაულებრივად, ხო? ამიტომ ფორმა და ინტენსივობა არის მნიშვნელოვანი და მაგაზე ხაზგასმა და მაგას ვერ გააყალბებენ, სულ გაენადგურებინათ ის კამიტი იყო თუ რაც იყო თუ რაღაცები და რა ვიცი, ყველა ჩანაწერები გაენადგურებინათ, რაც გადაღებულია ვიდეოში არ ჩანს. ეგ პაკეტში იმასთან BBC მაგაზე გააკეთა აქცენტი. პაკეტში იმასთან რასაც ადამიანები ყვებიან და რაც მე მოვყევი მაგათაც ჩემ თავზე, მაგრამ ეგ კომბინაციაში აჩვენებს რომ ფორმა და ინტენსივობა გამოყენების იყო ისეთი რომ უკვე როგორც ქიმიური იარაღის გამოყენება შეიძლება ეგრე კვალიფიცირდეს და აი თავი შემიძლია დავდო რომ ნებისმიერი მაქსფეროს ექსპერტი ვინც ეგეთ რაღაცებს იძიებს მარტო მაგაზე დაყრდნობით იტყვის რომ ეს იყო გამოყენებული როგორც ქიმიური იარაღი. კიდე ერთი მომენტი რა იყო, რაც ხაზი გაუსმე, იყო ის რომ მე რო სახში წავედი და ქურთუკი რო გავიხადე და სადღაც დავაგდე, იმიტომ რომ გამშრალი იყო და მეგონა რო აფე და უკვე სუნიც აღარ მაწყობდა, გაჟღენთილი ვიყავი მაგითი. ნატა ადგა სადღაც ორი ოთახის იქიდან გამოვიდა და მოკიდა ჩემ ქურთკულს და გააცნია იმაზე რომ ყარსო და აყოლდა მთელი სახლიო. ეგ ხო როგორ მაგის იქით მაგის დაცვა არ არსებობს, ანუ მე კაც დემონსტრანტი ვიყავი და რაღაც ვაპროტესტებდი და პირობით და ჩათო მე შეიძლება კანონსაც ვარ ღვევდი და მაგის გამო მომასხი და გამწუწე და რაღაც, მაგრამ სახში რომ მატან ამ ქიმიას, სადაც ადამიანები არიან, რომელსაც ბავშვები არიან, მოხუცები. თავი განე ბავშვი ის არის, ადამიანები რომლებიც პროტეზეც არ ყოფილან, კაცო. შეიძლება სახში ოჯახის წევრები ყავს, რომლებიც ქოცები არიან. ხო არა, რამდენზეა ოჯახი. მარტო რაღაცა ქიმიური მით გაჟღენთი და ვასუნთქებ ოჯახის წევრს, რომელიც არათუ შენი ხარ დამჭერია. რა შუაშია საერთოდ, ხო? ეგ შეუძლებელია დანაშაული არ იყოს. მარტო ეს თავისთავად არის უკვე დანაშაული, რომ რაღაცა ქიმია გამატანდა და ვასუნთქებ ვიღაცებს. 5 წუთი რჩება მიშას ერთ კითხვას დავსვამ. ერთ მნიშვნელოვან კითხვას არ გაეცა და მინდა რომ იმაზე მოვასწროთ, რაც უკავშირდება ოპოზიციის ერთობის აი ერთობის თემაზე მინდა და მე ზუსტად ეს კითხვას და მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ სხვაზე ლაპარაკ არა და ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა. მაშინ აი ესე ჩავხსნი ამ კითხვას რა, იმიტომ რომ ერთობას ყველა სხვადასხვანაირად ხედავს ამ ერთობას. ჩემი აზრით ერთობა ესეთი ფორმა, რომელსაც ადამიანები დაინახავენ და შეამჩნევენ, გამოხატული უნდა იყოს შემდეგ რამეში. ურთიერთ თავდაუსხმელობაში. აი ეს იქნება ჩემი აზრით თვალსაჩინო ნათელი ფორმა ერთობისა. ნუ ხედავ თუ არა სივრცეს რომ რაღაცა. მე მგონია რომ ის რომ რაღაცა ერთმანეთს დედა არ უნდა ვაგინოთ და რაღაცა ლანძღო არ უნდა იყოს, ეგ მგონია რომ რაღაცა აი ანაბანა არის. მაგის მიღმა მე პრობლემას ვერ ხედავ. არა, მე არ ვამბობ ურთიერთ ხო, ამაზე არ რაღაც პოლიტიკური ნაბიჯები ყველაფერი მოგწონს ეგრე არა ცხადია. შეიძლება უხეშათაც რაღაცა თქვა და რაღაცა. მე მგონი რომ მან ისეთი პოლიტიკური თამაში არის წამოსაწყები, სადაც რომელიც მაგას აიტანს. გასაგები იქნება რომ ეს არის რაღაცა ამ თამაშის შიგნით ეგეთი რაღაცა კიდევ ვიღა დედის გინებაზე და რაღაც უშუალო ლანძღვაზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ რაღაცა თუნდაც უხეში კრიტიკა, მაგრამ უნდა აიტანოს ჩემი აზრით და ეგეთი თამაში შესაძლებელია, რომ ეგეთი თამაში შეიქმნას, რომელიც მაგ-იმას გაუძლებს მოკლედ და ატანადი იქნება და პრობლემას არ შექმნის. მაგრამ თავარი არის თავი არის წეგარა თქვი ის რომ საერთო სტრატეგიაზე შევთანხმდეთ, ანუ მე რო რაღაცას ვაკეთებ, შენ რო რაღაცას აკეთებ, შენ რო რაღაცას აკეთებ, ეს ამ რაღაცას რა შედეგი მოაქვს ადამიანმა რომ დაინახოს. მე მგონი რომ გარი ქუჩაში ხალხის გამოყვანა და თუ ჩვენი ყველა საქმე იქნება და აი რავი, მაგანდაც შემიძლია ბავშვები დავიფიცო და დავიგინოთ თავი რომ ჩვენ თუ ყველა ჩვენ გონებას მაგაზე მიმართავთ, როგორ გამოვიყვანოთ და ეგ არის ჩვენი საქმე, რაც ბევრი ხალხი გამოვიყვანოთ ქუჩაში და ვისაც გამოვიყვანოთ, იმასაც ჩავთავთ ამ პროცესში და ისიც მაგითი დაკავდება, რომ იმანაც მე ხალხი და გამოვიყვანოს ქუჩაში, გონია რომ შეუჩერებლები ვიქნებით.
აი ჩვენ მთელი მაგაზე რომ ვიფიქროთ და ინტელექტუალური რესურსი რომ მაგაზე მივართოთ ყველამ რომ ეგ არის ჩვენი საქმე და ამით ვარ დაკავებული რომ მარტო ამას ვაკეთებ, ყველაფერს ასას ვაკეთებ, მიზანია გეგ. მარტო ის კი არა რომ ვიღაცას თავი მოვაწონო, ის კი არა რომ ეთერში მეჯერ გამოჩნი, ის კი არა პოპულარული გავხდე, სოფადობა გავიზარდე. მარტო მაგას ვაკეთებ რომ ხალხი უნდა გამოიყვანოთ ქუჩაში, იმიტომ რომ მან დარი ხსნა. სხვა გზა არ არსებობს. გონია რომ სწრაფი ტემპით შეგვიძლია მან წავიდე წინ. ერთობაზე უბრალოდ კიდე ერთი კომენტარი და დავასრულებ, ვიცი რომ დრო აღარ აგაქვს რა. ჩემი აზრით აი ბევრჯერ ხდება კითხვა რაღაცას ვეკითხებოდნენ და პასუხი იყო რომ ხო ერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ამას კი არ ნიშნავს, ეს იმას კი არ ნიშნავს. ეგ გონია სერიოზული პრობლემა. პასუხი უნდა იყოს ჩემი აზრით ერთადერთი მარტივი რა. რომ დაგეკითხებია რაღაცა ერთობასთან მიმართებაში, ერთობას უჭერთ ხო, პასუხი უნდა იყოს რომ ნებისმიერი ერთობა, რაშიც შეიძლება ეს იყოს გამოხატული, რაც დაგჭირდება გამარჯვებისთვის, ყველაფერზე ვაწერ ხელს. მე მაგ ეგ დამოკიდებულება. აი რაშიც შეიძლება გამოიხატოს ეს ერთობა, რაშიც იქნება საჭირო რომ გამოიხატოს, ყველაფერზე ვაწერ ხელს. აი თუ მეტყვია რომ რაღაცა ერთობა უნდა გამოიხატოს იმაში, რომ პირობითად ვიტყვი რომ რაღაცა ყველას ერთად უნდა ყავდეს, არ ვიცი, რაღაცა საერთო რაღაცა პრეზიდენტობის კანდიდატი თუ პრემიერობის კანდიდატი თუ რაღაცა, თუ მე ვიზა ჩემი პასუხი არის ეს რომ თუ დავინახე რომ ეგ არის საჭირო, იმიტომ რომ მოვიგოთ, ფეხზე მკიდია. ნებისმიერ ამას მოაწერ ხელს, თუ დავინახე, რაც იქნება საჭირო მოგებისთვის და გამარჯვებისთვის, ყველაფერზე ვაწერ ხელს. ეს არის ჩემი ერთადერთი სწორი პასუხი, რომელიც უნდა გაცეს ყველამ. პოლიტიკოსი იქნება, აქტივისტი იქნება, თუ გამარჯვებისთვის რაც იქნება საჭირო, ნებისმიერ ამაზე ვარ ხელის მომწერი. ჩემი დამოკიდებულება, ჩემი მხარდამჭერების დამოკიდებულება, ახალში მათ შორის ადამიანის დამოკიდებულება არის ეგ. იმიტომ ვისაც გველაპარაკე ხარ, რო გითხრა და მათ შორის სიმართლე გითხრათ, იმ ადამიანს ვისაც შევხვდი მათ შორის პოლიტიკურიდან, ჯგუფებიდან, ვისგანაც მომისმენია ეგ ამბავი, რომ აი რაღაცა ეს კი ერთობა კი, მაგრამ აი ამას არ გულისხმობს და რაღაცა დაზღვევებს დებენ თითქოს აი რომ მათთან მხარდაჭერა თუ მოისმინა რომ აი ეგეც იგულისხმება მხარდაჭერა გაბრაზდება და დაკარგავს. ცდილობა იმანესკნა რაღაცაზე დათქმები ბევრი. ერთადერთი სწორი პასუხი არის ეს რომ ყველაფერზე თანახმოა რაც საჭირო იქნება გამარჯვებისთვის. თუ დავინახე რომ ეს არის საჭირო გამარჯვებისთვის, მაგასაც მოვაწერ ხელს.